საღამო მშვიდობის, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი, ირაკლი კობახიძის ღია წერილი ევროპარლამენტის ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს დღეს პოლიტიკური განხილვების ერთ-ერთი მთავარი საგანია. იქნება თუ არა ევროსტრუქტურებისგან საპასუხო რეაქცია, დღეს ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად ისმის, ან შესაძლებელია რეაქციის ნაცვლად იყოს საპასუხო ნაბიჯები. გარდა ამ თემისა, არის მოლოდინები 26 მაისთან დაკავშირებით, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეტი სიცხადე შეიტანა თავის გეგმებში 26 მაისთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს, მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ, ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია. თავის მხრივ 26 მაისისთვის ემზადება ქართული ოცნებად, დღეს მედია საშუალებებში უკვე გაჩნდა 26 მაისის აღნიშნული დღესასწაულების ანონსი, როგორც ეს ანონსი იუწყება ქართულ ოცნებას თითქმის მთელი დღის განმავლობაში საღამოს ჩათვლით თბილისში სხვადასხვა ლოკაციას და არა მხოლოდ დედაქალაქში, საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში აქვს მასშტაბური ღონისძიება დაანონსებული, მოუწევს თუ არა ოპოზიციას საკუთარი გეგმების კორექტირება, ქართული ოცნების მიერ დაანონსებული ღონისძიების კვალდაკვალ, მათ შორის ამ თემაზეც ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. ანა ბუჩუკური, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი გადაცემის სტუმარი. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აუცილებლად უნდა დავიწყოთ ირაკლი კობახიძის ღია წერილით, რომელსაც უკვე მოყვა გერმანიის ელჩის ძალიან მწვავე რეაქცია და პათოსი ამ ღია წერილისა იყო ევროსტრუქტურების ხელმძღვანელების მიმართ დასმული შეკითხვა, რომ რატომ არ აქვთ მათ რეაქცია იმაზე თუ რა ხდება კოპენჰაგენში, მაშინ როდესაც ინტერესდებიან იმით რა ხდება თბილისში. უნდა ველოდოთ თუ არა შესაბამის, არ ვიცი, გამოხმაურებას ღია წერილის სახით იქნება თუ პოლიტიკური გადაწყვეტილების მეშვეობით. ჯერ ირაკლი კობახიძემ კვერცხის ფასი დაწიოს და მე აუცილებლად ბატონი კოშტა უპასუხებს წერილით. ხუმრობ, რა თქმა უნდა, ირონიით, სასესულო ნამდვილად სასესულო სიტუაციაში აღარ ვართ კარგი ხანია, მაგრამ ზოგჯერ იუმორი გვეხმარება, რომ რაღაცები უფრო მსუბუქად გადავიტანოთ, ვიდრე რეალურია. კიდევ ერთხელ სალამი ემა, მადლობა მოწვევისთვის. ამ წერილის შინაარსმიდან პირველ რიგში ყურადღება უпроსტად ორ ნაწილად გავყოფ წერილის, ესე ვთქვათ, შინაარსს. პირველი ეს არის მორიგი თავდასხმა კობახიძის მხრიდან, კობახიძე გამხმოვანებელია ხო ერთ-ერთი საერთო პოლიტიკის და ამ საერთო პოლიტიკას ქვია ბიძინეევანიშვილის საგარეო პოლიტიკა. კობახიძე არის ერთ-ერთი გამხმოვანებელი, მორიგი თავდასხმა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე, ეს ზოგადი პოლიტიკური შეფასება, რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ახლა როდესაც დანიას ედრება ან ნებისმიერ ევროკავშირის, ესე ვთქვათ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რა თქმა უნდა, პოლიცია ყველგან უშვებს ხოლმე შეცდომას. ეს რაღაცა საოცრება კი არ აღმოაჩინა ბატონმა კობახიძემ. სხვა შორის ირაკლი კობახიძე ჩემი ლექტორი იყო და ის მასწავლიდა სხვა შორის ადამიანის უფლებებს და მის სიტყვებს გამოვიყენებ. იყო, აი ხა განსხვავებული პრემიერია. კონსტიტუცია ნამდვილად კარგად იცის მან კონსტიტუციური სამართალი და ყველაზე დიდი ტრაგედია იყო მისი პერსონალური და ალბათ მის ნებისმიერი ყოფილი სტუდენტი დამეთანხმება ის არის, რომ ამ მის ცოდნებს, თეორიულ ცოდნებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ანუ ირაკლი კობახიძე არ არის ადამიანი, რომელმაც არ იცის რას აკეთებს. არიან ესეთები ოცნებაში, რომლებსაც არც არაფერი წაუკითხავთ და წარმოდგენა არ აქვთ, რას აფუჭებენ და რამდენად აფუჭებენ. კობახიძე ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს. ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რას აფუჭებს, იმიტომ რომ ასეს თეორიული ცოდნები აქვს და ამ თეორიულ ცოდნებს იყენებს საკუთარი სამშობლოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რაც შეეხება აი დანის ნაწილს, რომ დავუბრუნდე, პოლიციას გადაცდომები აქვს ყველგან. მაგრამ ამ გადაცდომებზე როგორ რეაგირებს სახელმწიფო, ეს განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს. არ იღელბოს კობახიძემ დანიაზე, დანიის დემოკრატიის ხარისხი და მართლმსაჯულების სისტემის ხარისხი როგორმე თავად მიხედავს მის შიგნით პოლიციის გადაცდომებს. ხო და ამას იყენებენ სწორედ ქართული ოცნების მომხრეები, როდესაც ამბობენ, რომ აქვს საფუძველი ირაკლი კობახიძის აი ამ საჯარო პრეტენზიებს ევროკავშირის მიმართ. მე არ მახსენდება, რომ ლევან მურუსიძის მსგავს კლანური სისტემისთვის კონდეს დანია შაბარებული სასამართლო სისტემა. მე არ მახსენდება, რომ დანიისთვის ნამდვილად არ მახსენდება რა, ვუტრირებ, არ არის ესე. დანიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კორუფციისთვის
სანქცირებულ მოსამართლეებს აქვთ ჩაბარებული სისტემა? დანიაში სანდრო გრიგულიანის საქმის მოსამართლეების ხედან სასამართლო სისტემაში? დანიაში სახელმწიფო ადამიანის წინააღმდეგ მოქმედებს თუ პირიქით ადამიანს იბრძვის. ამიტომ დანიაზე სანამ იდარდებს და იღელვებს ირაკლი კოპაჩი, ჯერ ერთი ეს წერილი არის როგორ გითხრათ, ემა, აი ძალიან ისეთი კლასიკური ნათელი მაგალითი, არა მხოლოდ არაკომპეტენტურობის, არამედ არანორმალურობისაც. აი ამის მაჩვენებელია. სხვათა შორის ყველაზე ისეთი თემა გრძნობიარე რაც აღელვებთ მოქალაქეებს ევროკავშირთან მიმართებაში არის შესაძლებლობა იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა გაუქმოს. აი ხა გაჩნდა მოლოდინები, რომ იცით რა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უკიდურესად მწვავე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ევროკავშირი და სწორედ ამას უკავშირებენ ყოველ შემთხვევაში 2028 წლამდე ასეთ რადიკალურ ნაბიჯს საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში ევროკავშირი არ გადადგამს და სწორედ ამას უკავშირებენ გარკვეულწილად აი ამ გახსნილ ღია პოლიტიკურ ცეცხლს ქართული ოცნების მხრიდან. შეიძლება ვეძებოთ რაღაცა ემა გულწრფელად გეტყვით, რომ ესეთი მსგავსი მოსაზრებები მე მომისმენია ბევრი სხვა ესე ვთქვათ, სხვა სივრცეებშიც, რომ აი უვიზოს შეჩერება, ესა მე პირდაპირ ასევე ძალიან ღიად გეტყვით, რასაც და ძალიან გულწრფელად მთელ ჩვენს კავშირებს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან და იმ ნდობას, რა ნდობაც აქვს პერსონალურად გიორგი გახარიას ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც კონკრეტულ ესე ვთქვათ, წლებით მის საქმიანობას და აი ამ წლებს უკავშირდება, რომელიც მოიპოვა ამ კავშირებს და ამ ნდობას ჩვენ ვიყენებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ აგონ პასუხი იმ მავნებლობაზე, რა მავნებლობებიც, მათ შორის კობახიძე იქნება, ბოჭორიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა აქვთ საქართველოს წინაშე ჩადენილი. ამიტომ ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია მიმართულებით, ება მათ შორის ჩვენს პარტნიორებსაც ამას ვეუბნებით, რომ არ შეიძლება კონკრეტული 20-25 ადამიანის დანაშაულებზე მთლიანად ყველა მაგოს პასუხი. გაგულისებულია ქართული ოცნება და ასე ვთქვათ ბოლომდე მიდის რა ვიცი ვაბანკზე შეიძლება ასე ითქვას ევროკავშირთან. თან გეთანხმებით და თან ვერ გეთანხმებით, ეხლავე ახსნი რას გულისხმობ. დაკურებული იქნებით თქვენ, რომ ოცნებას აქვს რაღაცნაირად ორსახოვნი ცდილობს, რომ გქონდეს ორსახოვანი პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირს. საიდან მოდის ეს ორსახოვანი პოლიტიკა? რას გულისხმობ უბრალოდ ორსახოვანი პოლიტიკაში, რომ თან ლანძღავენ, თან ყველაფერს აკეთებენ, ეხლა მაგალითად 22 ივნის უწევს პასეს, ანუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა არის და მე გაგახსენებთ მაშინ, როდესაც უფლებამოსილების ცნობა მოხდა 2025 წლის იანვარში საქართველოსთვის, დელეგაციისთვის პირობები განისაზღვრა მაშინ, რომ ადამიანებს დაანებეთ თავი განსხვავებული აზრის გამო, ნუ ჩაგრავთო და ამ პირობის შესრულება რო არ უნდა დაოცნებას, თვითონ გამოვიდა და თვითონ გააჩერა დელეგაცია, ანუ პასეში მონაწილეობა. ხო, ანუ თან ერთი მხრივ თვითონ ყველაფერს აფუჭებს, ოღონდ მეორე მხრივ ვერბალურად, სიტყვიერად მაინც ადამიანებს ეუბნება, რომ აი მე მაინც ევროპა, რატომ ეუბნება, იცით? იმიტომ რომ ოცნება ძალიან კარგად იცის, რომ ერთი მუდმივა, რომელიც მათ შორის მის ამომრჩევლს აქვს თან, არის ევროპული მომავლის არჩევანი. მე არ ვამბობ 100%-ზე, მაგრამ ოცნების ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ასევე საკუთარი შვილის მომავალს ხედავს ევროპაში. ევროპა ხომ არ არის რაღაცა მხოლოდ სადღეგრძელო ემ, ახლა თქვენ ძალიან კარგად ესმით, ევროპა მინდა იმიტომ რომ მოდის ქრისტიანული, რა თქმა უნდა, ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას და ადამიანის უფლებებიც აქედან მოდის. აკეთებს აქცენტს სწორედ კობახიძე თავის ღია წერილში, რომ აი ეს ევროპული ბიუროკრატია ძალიან აცდა ამ რეალურ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ მოგვბაძანო, ანუ ირაკლი კობახიძე, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ურეკავდა ეს სისტემა, ამ სისტემის ნაწილია, ხო? ურეკავდა და აგინებდა 11 წლის ბავშვებს და მოხუცებს და დედებს განსხვავებული აზრის გამო სისტემურად. სისტემა ირაკლი კობახიძის მონაწილეს, თქვა, მისი მონაწილეობით შექმნილმა სისტემამ 600-მდე ადამიანი რო დაასახიჩრა ლამის. ირაკლი კობახიძის მონაწილეობით შექმნილმა სისტემამ თქვენი კოლეგები რო სცემა პირდაპირ ეთერში და სანამ პირდაპირ სახელები და გვარები არ დაუდეს საჩვენებლად 4-5 ადამიანი რო დასაჭეს მარტო და მეტი არავინ და ირაკლი კობახიძის მონაწილეობით
განსხვავებით შექმნილმა სისტემამ ადამიანი როგორც ფასეულობა ბუდიშს ვიხდი ფეხებზე რომ დაიკიდა და თურმე ბავშვების სიცოცხლე არ უღირს იმად რომ როგორი არანორმალური მაფია და რაციონალური ხარჯი არ არის თურმე ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება და რა არის რაციონალური ხარჯი ემა მილიონი აი მანქანა რო იყიდა თვითონ ირაკლი კობახიძემ ეს ირაკლი კობახიძე ასწავლის ვიღაცას ქრისტიანულ ღირებულებებს და დემოკრატიას აი გავცხარდე ეხაც მაგრამ რომ ფიქრობ ადამიანი უკიფრობის ხარის რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი იჯდეს აუცილებლად გეტყოდათ აი იმ ნაწილზე როდესაც საუბრობთ ადამიანების დასახიჩრებაზე აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებაზე ხომ მიცით რომ ოცივნის შეგახსენებთ და აუცილებლად და ოცივნის რა მოხდა ირაკლი კობახიძე ხო არ იყო შემთხვევით ის ადამიანი გავრილობი რომ ჩამოაბრძანა აქ დასვა თავის სავარძელში და თვითონ იცი რა გააკეთა გაიპარა გაიპარა აზერბაიჯანში და ირაკლი კობახიძეს ამ ადამიანების წინააღმდეგ ამ ტყვიების გამოყენების კეთილი ენება და თავის დროზე გადამდგარიყო და პასუხისგებლობა აეღო თავის თავზე აი იმ ტრაგედიას მართლა რაც მოხდა ავირიდებდით და თუ გონია ირაკლი კობახიძეს და ირაკლი კობახიძეს ვინც მართავდა კიდე შინაგან საქმეთა მინისტრის გვერდისავლით თუ გონიათ ამ ადამიანებს რომ პასუხისგებლობას აერიდებენ სამართალი მაინც შეჭამს ანა ხო იცით აი მიყვარს თქვენთან კამათი თქო რატომ იმიტომ რომ იღებთ ასე ვთქვათ განსხვავებულ მოსაზრებას საკმაოდ ესეთი რაციონალურად ეკიდებით მაგრამ ხო ამიტომაც გეტყვით თუ კი პასუხისმგებლობის ნაწილზე საუბრობთ გახარიას რომ თავის დროზე ხმა მოეღო და დაესახელებინა ის რაღაცა ფარული თუ ძლიერი ხელი რომელიც ჩართული იყო ამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა ასე ვთქვათ გადამეტებული ძალის გამოყენებაში თუ ბრძანების გაცემაში იქნებ ჩვენ ამ მდგომარეობამდე არ მივსულიყავით უარის მდგომარეობამდე მივიდოდით თემა რატომ დარწმუნებულიყავით თამაში ახლა ვეკეთყვით რატომ პირველი წაღან წინა ფრაზა დავასრულე რომ სამართალი მაინც შეჭამს ფურს სამართალი მოდის ზოგჯერ ნელა მოდის მაგრამ მოდის და არის გარდაუვალი. ისევე როგორც მაგალითად 20 ივნისის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე ხომ დაწერა რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და მის არც ერთ მოადგილეს რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება არ გაუწია. ხომ დაწერა რომ პირიქით შინაგან საქმეთა მინისტრი რაციაში ეუბნებოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს რომ ნუ ისვით და თუ ისვით გააჩერეთო და დააიგნორეს მაშინ სტრასბურგმა დაადასტურა ის რასაც საუბრობდა გახარია მაგრამ სტრასბურგის აი ამ გადაწყვეტილებამდე ხომ შეეძლო გახარიას მეტი სიცხადე შეეტანა და რატომ ფიქრობ თუ კი ის ასე ვთქვათ დროულად ღიად საჯაროდ ისაუბრებდა ამ ყველაფერს იქნებ 2024-25 წლის აქციების დარბევაც არ მომხდარიყო მათ შორის ქიმიური გარევით წყალში მანამ სანამ გიორგი გახარიას და ჩვენს გუნდს ქონდა იმის შესაძლებლობა რომ სიგიჟეები შეეჩერებინა და ამ ქვეყნისთვის კარგი გვეკეთებინა ხელისუფლების პოზიციიდან იქით ვიყავით. როგორც კი გიორგი გახარიამ და ჩვენმა გუნდმა დაინახა რომ შეუძლებელი იყო წამოვედით ოღონდ სახში კი არ წავსულვართ კომფორტულად ემა ეს ამ პასუხისგებლობის ნაწილია თქვენ როგორ გონიათ გიორგი გახარიას ან ჩვენ არ შეგვეძლო რომ კომფორტულად წავსულიყავით სახში წინა პრემიერების მივით არ დავასახელებ ახლა არ მინდა ვინმე შეეროწყო მივაყენო და საერთოდ არ გაგხსენებოდა პასუხისგებლობა საკუთარი ერის წინაშე ყოფილ პრემიერს ამიტომ ეს კაცი იბრძვის და არ დაგავიწყდეთ დღეს სად უწევს და საიდან უწევს გიორგი გახარიას ბრძოლა ამ ბრძოლის გამო ზუსტად და სხვათა შორის აი ამაზე მინდა მივაბა ბრძოლა ჩვენთვის არ არის თვალხილური გეტყვით კონკრეტულად რას აკეთებს ამ წუთებში გიორგი გახარია ეს გუშინ ერთი კვირის წინ ერთი თვის წინ რას აკეთებს როგორი არის პოლიტიკური აქტივობა ეს რომ მედია გამოჩენას თუ გულისხმობთ ადრეც ქონდა თუ გახსოვთ ეს ტაქტიკა თუმცა შეიძლება მედიაში არ გამოჩნდეს მაგრამ არ ვიცი გამოჩნდეს სხვადასხვა პლატფორმაზე გააკეთოს საჯარო განცხადებები. აგერ ვიცით სალომე ზურაბიშვილი იყო საფრანგეთის სენატში ესწრებოდა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციის ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ რეზოლუციის მიღების პროცესს. აი მსგავს აქტივობას გიორგი გახარია ძალიან აქტიურად აკეთებს განცხადებებს სხვათა შორის ეს პლატფორმა X-ზე, მაგრამ ნუ ამ დეტალებში არ შევალ, ბუნებრივია. მე გაგახსენებთ მათ შორის რომ ის ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, ოღონდ ამ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზანი PR-ი ნამდვილად არ არის და PR ტაქტიკა, მედია ტაქტიკა იცით ჩვენ ყოველთვის განსხვავებული გვქონდა, მაგრამ გიორგი გახარია ყოველდღიურ რეჟიმში ისეა ჩართული პარტიის საქმიანობაში, როგორც
დარწმუნებული ვარ, აქ მოყოფილი ლიდერების 90% ეს არ არის ჩართული. და ეთყობა კიდევაც პარტიის აქტივობებს, მათ შორის საპარლამენტო გუნდი, ჩვენი გუნდი, როგორ იბრძვის არის პარტიის გარდა და პარტიის აქტივისტების გარდა ხომ არიან თქვენი მხარდამჭერები, ანუ მათთვისაც ხომ საინტერესო, ანუ როგორია პარტიის ლიდერის პოლიტიკური სიცოცხლის უნარიანობა, აქტივობა, პოზიცია, ема ყოველდღიურად ჩვენ პოზიციაში ვლინდება, ეს ხომ შეჯერებული პოზიცია. არასდროს არ ყოფილა ема ეს გუნდი, აი თქვენ რო თქვით, რომ ყოველთვის მომწონს რომ მიიღებთ განსხვავებულ აზრს. რატომ საიდან მოდის იცით ეს? არასდროს არ ყოფილა ეს გუნდი. მე პირადად გახარიასთან მუშაობ თითქმის 10 წელია. ამ გუნდთან ერთად. არასდროს არ ყოფილა ეს გუნდი, ის გუნდი, სადაც აი ერთი იტყვის და ღმერთმა თქვა და აი ეს ბელადის აი ეს რაღაცა ბელადომანია სინდრომი არასდროს ეს იყო ყოველთვის ჩვენი გუნდის სიძლიერე და ეს იყო თვითონ კარგი ეს თემა რომ ამოვწუროთ სანამ არ გამოჩნდება კი ბატონო ჩვენ ვიღებთ ამას როგორ მოცემულობას და ვითვალისწინებთ და ველოდებით მის გადაწყვეტილებას, მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება რომ ამ ეტაპზე იყოს აქტიურად ჩართული პარტიის საქმიანობაში, მაგრამ საჯარო სივრცეში არ გამოჩნდეს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება თუ ეს არის გუნდთან შეჯერებული? ტაქტიკური, რა თქმა უნდა, გუნდთან შეჯერებული, გუნდის ტაქტიკა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მე გაგახსენებთ ჩვენ ეს ტაქტიკა, ესე ვთქვათ, მოდი ტაქტიკას დავარქმოთ, თორე სხვა სტოპშოპა გამოვიყენოთ, სხვა დროს გამოგვიყენებია. მაგრამ დამოკიდებული მისი გამოჩენა, ამას კონკრეტული ამას როდესაც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და დაბრუნდება, ესე ვთქვათ, მედია სივრცეში, ტრადიციულ მედიაზე მაქვს საუბარი, ახლა ამას თვითონაც ისაუბრებს, მაგრამ მე შემიძლია ცალსახად ეს ეტყობა კიდევაც ჩვენს გუნდს, აი რომ ნახოთ ჩვენი გუნდის აქტივობები პარლამენტში, ну, ყოველდღიურ მუშაობაში ეს ყველაფერი არის შეჯერებული, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად. ეხლა სხვა თემაზე მინდა გადავიდეთ და თქვენც ახსენეთ, რომ 10 წელი მუშაობდით გიორგი გახარიასთან, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ახლა ჩვენ ფაქტობრივად 2 დღის წინ დაგვიანონსა მამუკამ დინარაძემ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება ახალი დეპარტამენტი თუ სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებებს არა სიძულვილის ენას, რაღაცა შუღლის გაღვივების მცდელობას, მოკლედ არაცენზურულ მოსაზრებებსა და გამონათქვამებს შეისწავლის. ანუ კონკრეტულად აი რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, როგორ შეიძლება იმუშაოს აი ამ სამმართველომ თუ დეპარტამენტმა? მამუკათი დავიწყებ პირველ რიგში მამუკამ დინარაძეს გამოვეხმაურებ, გავიმეორებ ჩემი კოლეგის და მეგობრის გიორგი ჭანტურიას შეფასებას. ესე იგი მამუკა დინარაძე იქნება ალბათ სოფლიოში, საქართველოს გასაგებია რომ ერთადერთი, მაგრამ ალბათ სოფლიოში ერთადერთი გენერალი, რომლის ფუნქცია Facebook სკრინების, ანუ Facebook-ის დასკრინვა და Facebook-ის კონტროლი იქნება. ან თქვენ ფიქრობთ რომ ის პირადად ჩაუდგება ამ სამუშაო პროცესს სათავეში? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი მისი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეს იქნება, ის ნახე რა რა შეეხება უფრო სერიოზულ ნაწილში, ნარსობრივ ნაწილს, დეპარტამენტი, რომელშიც შესაძლოა უпроსერად გენერალ კოორდინატორმა Facebook-მა კონტროლებელმა დინარაძემ დაანონსა, რომ შექმნითო ცენზურის სამმართველოს. საუბარი არის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტზე, რომელიც 2018 წელს თქვენ სწორად გაიხსენეთ, მაშინ როდესაც გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, უშუალოდ გახარიას გადაწყვეტილებით 2018 წლის იანვარში, მახსოვს კიდევაც ღონისძიება, პრეზენტაცია, მე თვითონაც ვესწრებოდი. შეიქმნა აი კადრებიც გადის, ეს არის უბრალოდ პრეზენტაციის კადრები, როდესაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, ესწრებოდა რა ვიცი, მთელი საელჩოები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები. და დეპარტამენტის მიზანი ემა იყო ადამიანების განსაკუთრებით არასრულწლოვნების, ანუ ბავშვების და ქალების დაცვა პირველ რიგში სახელმწიფოსგან. ანა ვერ მივხვდი, ანუ რა საერთო აქვს 2018 წელს დაარსებულ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტთან სპეციალურ სამსახურთან, რომელმაც უნდა შეისწავლოს საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები. არანაირი საერთო არ აქვს და რა გააკეთეს ამათ ადგნენ და აი ამ დეპარტამენტში სამმართველოდ შევქმნითო სიძულვილის ენის მაკონტროლ არ სახელი შემსწავლელ რაღაც სამმართველოს. ანუ გარდა იმისა, რომ უშუალოდ ამ დეპარტამენტის მთლიანად არ სპობენ, სინამდვილეში რა ხდება? სიძულვილის ენა ჩვენი გუნდისთვის არის ჩემთვის პირადად, როგორც მე ჯერ ადამიანი ვარ და მე ვარ პოლიტიკოსი, არის კატეგორიულად, ეს არის საკითხი, რომელიც აი ეთერში ზედმეტი რომ მომივა ხოლმე ემოცია, მე ნერვიულობ. იმდენად აღარაფერს ვამბობ სიძულვილის ენაზე, რომელსაც საერთოდ არ ვიყენებთ ჩვენ. ზედმეტი ემოციაც კი ჩვენთვის ვცდილობთ რომ ვიყოთ ზომიერები. ეს ჩვენი პრინციპია.
ეხლა რატო არის ოცნება სრულად ტყუილზე რატო აფუძნებს და რატო არის თავიდან ბოლომდე ტყუილი, რასაც ის მოქალაქეებს ეუბნება. დიდი ბოდიში და სიძულვილის ენის მთავარი ერთ-ერთი მთავარი ავტორი ვინ არის ამ ქვეყანაში? სიძულვილის ენის კი არა, ენას ვინჩივის ემა სიძულვილში გვაცხოვრებენ. ვინ урეკავდა ადამიანებს, ბავშვებს და მოხუცებს, ვინ урეკავდა? ხო, მაშინ ამ ზარების ავტორებით არავინ არ დაინტერესებულა. ვინ ცემდა ადამიანებს სადარბაზოში, ვინ ხვდებოდა მათ შორის მოხუცებს? დედაჩემსაც დაურეკეს ხოთა შორის. დედაჩემს დაურეკეს ერთ-ერთ დღეს ღამის პირველ საათზე თუ ორ საათზე და უთხრეს, რომ აი შენ შულს უბედურება დაემართება. ხო, გასაგებია, განსხვავებული აზრის გამო. განსხვავებული აზრის გამო. დედაჩემს ვიჩივის, ბავშვებს урეკავდნენ, ბავშვებს აგინებდნენ. ადამიანებს ცემენ, ადამიანები ვინ დაყო ამ ქვეყანაში მოღალატეებად, ვინც ჩემთან არ არის, ქვეყნის მტერი და მოღალატეა. ეს ხო ოცნების სიტყვები არის, ხო, მაგრამ ამ პრეზენტაციის დროს თვითონ მდინარაძესაც ჰქონდა წინა სიტყვაობა, მან თქვა, რომ ჩვენ გავხსენით დიალოგი იმისათვის, რომ გქონდეს განსხვავებული აზრის მოსმენის რაღაცა ცივილური და კორექტული ფორმები და აი პოლარიზაციის შემცირების მეორე ნაბიჯი არის ეს რომ მამუკა მდინარაძე თავის გუნდელებს დიტო სამხარაძეს დაიჭერს? მართლა მაინტერესებს. გარეწარი სიტყვა გახსოვთ? მახსოვს კი. 2000 მაყურებელს მინდა ვუთხრა 2024 წლის ეხა გახარიას კადრებზე გამახსენდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე იმედის არხზე გავიდა ესე ვთქვათ სიუჟეტი ტევ პირველ უბრალოდ წინასწარ ჩაწერილი იმედზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ სადაც სიტყვით ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას უწოდებს აი ამ გარეწარს განსაკუთრებით ვერ ვიტან სიტყვა გარეწარი სიძულვილის ენა არის თუ არა ხო მაგრამ მაშინ ესეთი დეპარტამენტი არ არსებობდა ანა დღეს რო გაიმეორეს ივანიშვილმა ეს სიტყვები დაიჭერენ ივანიშვილს ანუ ნახეთ რატო ვარ ესეთი ირონიული საკუთარ თავს დასჯიან თუ არა ეს მაინტერესებს ხო ამის მოლოდინი არავის არ აქვს ანა აი თქვენ დამასწარით კი ბატონო ეს არა სიძულვილის შემსწავლელი სამართლო არამედ ცენზურის ფუნქციის სამართლო გააკეთეს დეპარტამენტში რომელიც შეიქმნა ადამიანის უფლებების ხო და აი ნახე მინდა ისევ იმ დეპარტამენტის დაფუძნების ამბავს დავუბრუნდე იმ დეპარტამენტში რაიმე ფორმით არსებობდა სამართლო რომელიც საჯაროდ გამოთქმულ სიძულვილის შემცველ შეურაცხმყოფელი შინაარსის რაღაცა პოსტებს შეისწავლიდა რაიმე ფორმით ასეთი არსებობდა ხო გაიგებთ მინიმუმ ჟურნალისტი ხართ აკვირდებით ამდენი წელია. არა, რა თქმა უნდა. ამ დეპარტამენტის კიდევ ერთხელ ანუ ესე ვთქვათ ხუმრობის და ირონიის მიღმა ამ დეპარტამენტის მართლა მთავარი მიზანი იყო ძირითადად ქალების, ბავშვების და სხვადასხვა უმცირესობების უფლებების დაცვა. მათ შორის პირველ რიგში სისტემისგან, ანუ უშუალოდ სახელმწიფოს. ხო და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ იქ რაღაცა ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც იქნება პროფილურად ამ საქმეზე სპეციალიზირებული. ანუ თქვენ უწყებაში გიმუშავებთ ძალოვან უწყებაში და ამიტომ გეკითხებით, აი როგორ წარმოგიდგენიათ პრაქტიკული ნაწილი, როგორ შეიძლება მოხდეს უკვე აი ამ რაღაცა კანონმდებლობის ახსრულება როგორც დინარაზე ამბობ საღამოობით დასკროლავს Facebook-ს დასკრინავს ალბათ. აი ხო ანუ სერიოზულად ვერც პასუხობთ იმდენად მარაზმში ეს ყველაფერი გადასული რომ თქვენ სერიოზულად ვერ პასუხობთ მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ გასაგებად გვითხრეს რომ თვითონ აი ამ ძალოვან უწყებას ექნება საგამოძიებო სტრუქტურას ექნება უფლება შეისწავლოს დანაშაულზე რეაგირება მოახდინოს ანა ისე რომ პოტენციურ ასე ვთქვათ ბრალდებულს არც შეატყობინოს საქმე გადაუგზავნოს სასამართლოს და სასამართლომ შესაძლებელია ასე ვთქვათ მიიღოს გადაწყვეტილება ჯარიმა იქნება ეს თუ ადმინისტრაციული პარტნიორობა ეს იქნება ჩვეულებრივად ჩერჩევითი სამართლის გაგრძელება ეს იქნება ჩვეულებრივი ცენზურა თუ დავინახავ მაგალითად რომ ივანიშვილი კიდე გამოვა და გარეწარს დაუძახებს გინდა გახარია იყოს და გინდა ნებისმიერი სხვა და შეისწავლიან აი მე დავიჯერებ მართლა რომ ადამიანების დასაცავად აკეთებთ ამ ყველაფერს მაგრამ ამასაც რა თქმა უნდა ვამბობ აბსოლუტურად ირონიით და უიმედოდ ეს იქნება ცენზურის ფუნქციის სამართლო გაანადგურებენ რაც კი დარჩა არც არაფერი აღარ დარჩა ამ დეპარტამენტისგან
და მივიღმე გამოვა კობახიძე და მე კიდევ ბატონ კოშტას მიწერს ან ვიცი იმას ურსულა ფონ დერ ლაინს მიწერს წერილს და ალბათ გაუზიარებს ცოდნას ცენზურასთან დაკავშირებით. ხო, როგორც ჩანს, გარკვეული დრო ჭირდებათ იმისათვის, რომ მოამზადონ, თანამშრომლები აი ამ საქმიანობის განხორციელებისთვის. ხო, სტანდარტი რა იქნება? იცი რა, იმაზეც მიფიქრია სხვათა შორის, რომ გარკვეულ უხერხულობებს ნეტავ ეს არ უქმნის. თქვენ სხვათა შორის დარწმუნებული ვარ, ძალიან ისეთი თვალსაჩინო დებატები გაიმართა რამდენიმე დღის წინ ჩვენგან ვიკა ფილტაიმ იღებდა მონაწილეობას იქეჯ და დამოვიწყდა გორდულაძე ხო გორდულაძე თუ რაღაც ოცნებიდან და უშუალოდ ეგ მართლაც სასაცილო იყო ეს ახალგაზრდა კაცი რომ გამოუშვეს ამ დებატებზე, იმიტომ რომ თვითონ ეს კაცი, ეს ახალგაზრდა ადამიანი საზოგადოებამ გაიცნო კადრებით, როდესაც მასა და პაპუაშვილის თანამშრომლს შორის მოხდა რაღაც ფიზიკური დაპირისპირება აგინიას თუ რაღაც და ესეთი ადამიანი და სხვათა შორის გამოირჩევა ჩვენი დეპუტატების, განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილი ზეიმით. მოღალატე, აგენტი, ნაძირალა, არც მინდა გამევა, მე ზიზღება უკვე სიტყვები ემა. და ეს ხალხი ახლა განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვინ როგორ უნდა ილაპარაკოს თურმე. კი ბატონო, კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს იყო აქტუალური თქვენს პარტიასთან მიმართებაში, როგორც განათლების მინისტრს იბარებენ ინტერპელაციის წესით, ანუ რა არის მთავარი ინტერესის საგანი, ხომ არა ის საკითხები, რომელიც მათ შორის ცოტა ხნის წინ ბრიფინგზეც მოვისმინეთ აბიტურიენტებთან დაკავშირებით. კი, რა თქმა უნდა, აბიტურიენტების ნაწილიც არა მხოლოდ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის ნაწილი, რომელიც რამდენიმე თვე აქტუალურია, ჩემთვის პირადად და რომელსაც ამ საკითხს სხვათა შორის 2000 წინამოწვევის პარლამენტში პირადად მე და მაშინდელი შემადგენლობაც ძალიან აქტიურად ვაყენებთ, ეს არის უფასო ბავშვთა კვება სკოლებში. აი, როდესაც გამოდის კობახიძე და უტიფრად ამბობს, რომ თურმე რაციონალურად უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტი, ამას ამბობს ბავშვებზე. თითოეული დღე მათთვის უფასი როა. მაგრამ რაციონალურად არ ყოფილა ბავშვების გადარჩენა, რაციონალური ხარჯი არ ყოფილა, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ამბობ, მილიონიან მანქანას რო ყიდულობს და მილიონიანი მანქანით რო დაბრძანდება თბილისის ქუჩებში, ეს რაციონალური ხარჯია როგორც ჩანს მისთვის. მაგრამ აი რაციონალური ხარჯი ვერ გამოიძებნა ბოლო წლებში, რომ ბავშვები, რომლებიც შიმშილით გვეყუპებიან ამ ქვეყანაში და ეს პრობლემა რეალურია ემა. რეალური პრობლემა არის ეგრეთ წოდებული მალნუტრიცია, რომელსაც შიმშილი ქვია, ფარული შიმშილი. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც წლებია ჩვენი გუნდი აყენებს, ეს ხო შეიძლება გახარია პრემიერი რო იყო UNICEF-თან, ანუ გაეროს ბავშვთა ორგანიზაციასთან უკვე საუბარი მიდიოდა ამ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, რომ უფასო კვება სკოლებში, საჯარო სკოლებზეა საუბარი, სახელმწიფოს აიღო თავის თავზე. რამდენი წელი გავიდა მას მერე? თქვენს გუნდს ანუ რისი მოლოდინი აქვს რა პასუხებს მიიღებს განათლების მინისტრისგან? განათლების მინისტრისგან მიქარაძესგან, რომელიც ციხის ბუნტის დროს კურატორი მინისტრის მოადგილე იყო საშუალო დეპარტამენტის. აი მე მგონი ამ შეფასებით ყველაფერი გასაგებია, როგორი მოლოდინი შეიძლება მქონდეს ადამიანისგან, რომელიც ჯერ ციხის ბუნტის ესეთი პასუხისმგებელი პირი იყო, დღეს გადმოსკუპებულია ოცნებაში და ოცნებასთან ერთად ისე ქართულ ოცნებასაც უყვარს ხოლმე თქვენი პარტიის წევრების შესახებ ქარდების გაკეთება, ვინ იყო ნაციონალურ მოძრაობაში და მაინც მითხარით და ეხლა ვეკეთოთ სიამოვნებით. მე მგონი მეზრიშვილზე იყო, აი სამი იყო, ბოლოს იყო 3-ზე გაკეთებული. ნათია მეზრიშვილი იყო, ნათია მეზრიშვილი არის ადამიანი, პროკურორი, რომელსაც უდიდესი როლი აქვს მიღებული ვანო მერაბიშვილის გასამართლებაში. თქვენ სხვა იყავით, ანუ შეიძლება ვწდები, ხო, ვიცი რომ ზუსტად ხო, სამი იყო ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ ნახეთ ადამიანები, ნათია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ადამიანები, რომლებიც იყვნენ კეთილსიდისერის საჯარო მოხელეები, ძალიან დიდი ბოდიში ამით მხოლოდ ვამაყობთ. მაგრამ ადამიანები, რომლებიც მაგალითად მიქანაძე, მურუსიძე და ძალიან ბევრი დეპუტატი დღეს პარლამენტში რო არის, ესე ვთქვათ, ესე მომღიმარა და კიდევ აქეთ ნიშნის მოგებით რო გველაპარაკებიან, იყვნენ პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ნაცმოძრაობის
ოცნების სიტყვებს გამოვიყენებთ ცისკნიანი 9 წლის დროს, სხვათა შორის. კი ბატონო. და არა უბრალოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, როგორც იყო მაგალითად ნათია მეზრიშვილი. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თქვენთან მინდა ვისაუბრო, თქვენი პოზიცია კი ვიცი 26 მაისთან დაკავშირებით, მაგრამ რაც უფრო ახლოვდება ეს თარიღი, უფრო მეტი ადამიანი საჯაროდ გამოხატავს საკუთარ გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა აქციაში მონაწილეობას, როგორც აქციის რიგითი მონაწილე, თუ შესაძლებელია პოლიტიკური სიტყვითაც ისარგებლოს, აი ეს ინტერესი იყო სალომე ზურაბიშვილის როლის მიმართ ამ აქციაში, ის ამბობს, რომ ის იქნება ამ აქციაზე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა სიტყვით გამოვა თუ არა, არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ. აი ამ ჭრილში თუ უყურებთ თქვენ საკითხს, რომ მიუხედავად თქვენი პოლიტიკური მიუღებლობისა ოპოზიციური ალიანსის მიმართ, თუ არ იქნება საკმარისი რაოდენობის ადამიანი გამოსული ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ, ეს შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, როგორც ერთგვარი, ასე ვთქვათ, დათმობა, წაგება, დანებება ქართული ოცნებისთვის დედაქალაქის მთავარი საპროტესტო მოედნის მაგალითად. ოპოზიციის ამ ნაწილმა ვერ ისწავლა ვერაფრით რაღაცა თარიღების და ივენთების უბრალოდ ღონისძიებებზე რაღაცა ჩამოკიდება ესე. რაღაც ვალდებულებებს იღებენ, ვერასრულებენ და ხალხს აბრალებენ ხოლმე. ეს სხვა თემა არის, სხვაგან წაგვიყვანს, რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი, ზოგადად ესეთი თარიღები ჩვენი გუნდისთვის არის სიმბოლური თარიღები, რომელიც არავის მხრიდან არ შეიძლება გამოყენებული იქნას კიდევ რაღაცა გახლეჩვის და დაპირისპირების საბაბად, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ამაზე ისედაც ბევრ ენერგიას და რესურსს ხარჯავს ხელისუფალი. ეხლა ბუნებრივია ადამიანებს აქვს შეკრების თავისუფლება, ვისაც სად უნდა იქ შეიკრიბება, მშვიდობიანად რა თქმა უნდა და რასაც უნდა იმას გააკეთებს მშვიდობიანად რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტულად 26 მაისს რაც შეეხება ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ერთადერთ რისკს ამაში ხედავთ, რომ შესაძლებელია ამან უფრო მეტი ასე ვქოთ დაძაბულობა შექმნას, აი ეს უფსკრული, რომელსაც რა ვიცი, გახლეჩას უწოდებთ, ხო, კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს, თვალსაჩინო გახადოს, იმიტომ რომ ოპოზიციის მომხრეები იქნებიან მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე და ის ადამიანები, ვინც ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს, მათ მიერ დაანონსებულ ღონისძიებაზე. ყველაფერი ერთად არის, რა თქმა უნდა, ახლა 26 მაისის ნაცვლად სხვა თარიღში რო ჩაეტარებინა ამ შემადგენლობას, ანუ ორგანიზატორობა რას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას იღებ ხო ღონისძიებაზე, ახლა ამ ალიანსთან ჩვენ დამოკიდებულება და ძალიან კარგად იცით ისედაც, მაგრამ რახან 26 მაისია საუბარი, 26 მაისს რა თქმა უნდა, ეს სიმბოლურობა ჩვენთვის დამატებით იცენს, ხო? არა მხოლოდ ჩვენთვის თვითონ ორგანიზატორებმა მიაბეს, ხო, ამ სიმბოლურ თარიღს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანას სამწუხაროდ არ აკლია განსაკუთრებული ძალისხმევა პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს. ამიტომ ესეთი თარიღებს ჩვენ უფრო გაუფრთხილდებოდით. თუმცა ვიმეორებ, ეს არ მინდა აღმული იქნას ისე, რომ ვიღაცას ვუთითებ რა არის, რა თქმა უნდა, ყველას აქვს შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც სხვათა შორის აი ამ ცენზორ სამართლოს მეშვეობით ცდილობს, რომ ოცნებამ ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრის გამო ადამიანები დააცენზუროს ყველაფერთან ერთად, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, როცა უნდა, მაშინ გამოხატოს თავისი პოზიცია. კი ბატონო, არ ვიცი რამდენად აქვს ნიკა გვარამიას ბოლო დროინდელ მოწოდებას თუ სურვილს კიდევ აქტუალობა, მაგრამ აი მაინტერესებს ვგულისხმობ იმას, როდესაც თქვა, რომ გახარია და ლელო ძლიერი საქართველოს უნდა შემოუერთდნენ ალიანსო, ამის შემდეგ კი იყო თქვენი პასუხი, რომ არაფერი საერთო არც ნაციონალურ მოძრაობასთან და მით უმეტეს არც ყოფილ ნაცებთან, მე მგონი ასე იყო ნათქვამი, თუ არ ვცდები, არ გვაქვს. ეს თქვენი გადაწყვეტილება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, არც არასდროს ყოფილა აქტუალური, არც დღეს არის, არც მომავალში არ იქნება, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ამ გზას მიუყვებით, დანარჩენი ვისაც როგორ უნდა ისე გაერთიანდება, გაიყრება, შეიკრიბება და ასე შემდეგ. მადლობა. ანა ბუჩუკური პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. რაც შეეხება ხაბეიშვილს, მან დღეს იყო მოლოდინი, რომ შესაძლებელი იყო დღესვე ყოფილიყო მოსამართლის გადაწყვეტილება მის საქმესთან დაკავშირებით ცნობილი. ხაბეიშვილმა თქვა, რომ პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა ბრალის აღიარება, რომ მინდოდეს რა უნდა ვაღიარო
არაფერი მაქვს ასაღიარებელი საჯარო განცხადებები იყო ჩემი და არაფერია იმის იქით. მან დეტალურად ისაუბრა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, თქვა ისიც, რომ 9 თვეა რაც პატიმრობაში იმყოფება, 3 საათი გაგრძელდა ჩემი სისხლის სამართლის საქმე, მთელი 9 თვე ციხეში ვარ, იმიტომ რომ 3 საათი იყო ჩემი პროცესი, აგერ არის პროკურორი და თუ სხვანაირად იყო, შემისწოროს ადმინისტრაციული დავები გრძელდება ხოლმე 3 და 4 საათიო. ნიშანდობლივი იყო კიდევ, როდესაც მან ისაუბრა ზოგადად მისი საქმის სისხლის სამართლის საქმის მოცულობაზე, 10 გვერდი იქნებაო თავი და ბოლო, რადგან 3 მოწმე ყავდათ გამოძახებული, მოწმე არ არსებობს, იქიდან 2 არ მოიყვანესო და 9 თვე ციხეში იმიტომ ვიყავი, რომ მათზე ზეწოლა არ მომიხდენაო და საბოლოო ჯამში მოკლედ არ მოიყვანეს ეს მოწმეებიო. ირაკლი ფავლენიშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. ირაკლი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სწორედ ამ თემით დავიწყებ თქვენთან საუბარს, რადგან მთელი ეს პროცესი, ხო, სასამართლო პროცესი დღეს ამ შედეგით დამთავრდა, რა მოლოდინი გაქვთ ხვალინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ფიქრობთ, რომ მოსამართლის მხრიდან იქნება გამოყენებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, თუ არ ვცდები 8 წლით პატიმრობას ითვალისწინებს ის საქმე, რომელიც ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ არის აღძრული. ხო, იცი რა, ნამდვილად ვერ უწინასწარმეტყველებ, იმიტომ რომ არ ვიცი ხა ივანიშვილის თავში რა მოიხარშა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეხა არავის არ უჯერა, რომ სწორედ რომ ამ ერთი დღის მანძილზე დრო ჭირდება მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად და ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ რამე გაკეთდება სასამართლო სისტემაში ასეთ საქმეებზე. არ ვიცი, ამის ვისაც ჭირა. ანუ 8 წლით პატიმრობაში დღესვე შეეძლო გაეშვა ციხეში, მაგრამ დღეს ეს არ გააკეთა. არა, იმიტომ რომ თამაშობენ სასამართლო ბანას, პარლამენტარულ ბანას, არ ვიცი, როცა ქვეყანაში ოლიგარქი არის მართველი და ის იღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ვის დაიჭერენ, ვის არ დაიჭერენ, ვის რამდენი წლით დაიჭერენ, ვის ქონებას წაართმევენ, არ ვიცი რა, ნებისმიერ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ახლა არ ვიცი, ძალიან ქვედინებებზე აღარ ვსაუბრობ, მაგრამ რაღაც ფუნდამენტურ მთავარ გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ივანიშვილის უშუალო დირექტივებით იღებენ, ამიტომაც მოსამართლეებს ახლა არ ვიცი, სავლე შეიძლება პავლე დიქცეს და ადამიანები, რომლებიც მათ შორის სასამართლო კავშირებს ეხურებიან წლების მანძილზე, შეიძლება მათში აღორძინოს. ანუ კარგის მოლოდინიც გააქვთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით? არა, ხო, ამიტომ ვამბობ, არ მინდა ხოლმე რომ ისე გამოჩნდეს, რომ რაღაც თუნდაც ამ ქრისტიანული აღქმის ამჯერა და არ ვიცი, ბოლო-ბოლო ქართული პოეზიაც და პროზაც ახსავსეა ხო ასეთ სიტუაციებით, როდესაც ადამიანში უცბად სულიერი გარდატეხა მოხდება ალუდა ქეთელაური და არ ვიცი კიდე უამრავ მაგციო, მაგრამ ნუ არ ვიცი, ეს ძალიან მეგონი გულუფრთხილად ოპტიმისტი უნდა ვიყო, ეს ერთ წმენა რომ მქონდეს ხოლმე, სამწუხაროდ ნაკლებად მჯერა ასეთი სცენარის. თუმცა თუ მოხდება, კი ბატონო. ამიტომაც რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე არის უპრეცედენტო, თქო, მე მინდა გითხრათ, რომ ახლა ბოლო წლების მანძილზე სასამართლოში ისეთი სიხშირით დავდივართ, როგორც სკოლაში და უნივერსიტეტში დავდიოდი, ისეთი სიხშირით დავდივარ ფაქტობრივად სასამართლოში, ხო, რა ვიცი, უამრავი საქმე ადმინისტრაციული სისხლის სამართლის და ბევრი საქმე, რომელიც არის შეკერილი, აი მაგალითად ფარცხალაძეს რო ამობთ წლების მანძილზე ის კრემლის დავალებით კერავდა საქმეებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ეს საქმეები ამიტომ არ არის აღიარებული დასავლეთში, რომ შეკერილია. სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებითაც არის რაღაცა სხვადასხვა ასეთი მეთოდიკა გამოყენებული, რომ რაღაც საქმეები შეკერეს, თუმცა ვერავინ ვერ დაარწმუნეს, მაგრამ შეკერეს. აი ლევან ხაბეიშვილზე მოხდა ძალიან მარტივად, ეს კაცი აზურთებული ამ საპროტესტო ტალღის სათავეში მოიქცა, ლაპარაკობდა იმას, რაც ქართული ხალხის ინტერესების გამომხატველი იყო, სულისკვეთება და იმედი მისცა გამარჯვების და ამ დროს აშკარაა ხო ესე რომ მოხდა, რომ ივანიშვილმა თქვა, რომ ეს კაცი დაიჭირეთ. არ მაინტერესებს სამართლებრივი კაზუსი, დაიჭირეთ და სხვადასხვა ეს გამოჩნდა ჯვარედინი დაკითხვის დროს პირველი მოწმის, რის გამოც შემდგომი ორი მოწმე არ მოიყვანეს. სხვადასხვა ლევან ხაბეიშვილის ცემაზეც არის დაკავებული სპეცრაზმელი. კი, არა, გასაგებია, მაგრამ ამ ორ საქმეს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, სამართლებრივად თუ შევხედავთ, მაგრამ პოლიტიკურად თუ შევხედავთ, შეიძლება რაღაცა ასე ვთქვათ, კვანძი შევკრათ. ხო, ნუ გასაგებია, რასაც გულისხმობთ, ხო, მაგრამ იცით რა არის, ახლა ჯერ მარტო იმ საქმეშიც ეს რამეს ნიშნავს თქვენთვის? არა, იცით რა, რომ ადამიანს უნდა მიუსაჯო პატიმრობა და ის ნაწამები ყავს, მე რომ რაღაც არგუმენტი გქონდეთ ვინმესთან სათქმელი საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით რომ არა, კი ვაწამეთ, იმიტომ რომ თვითონაც აღიარებენ, რომ კაცი ნაწამებია, ხო, დაიჭირეს და იმის შემდგომაც განეიტრალებული იყო, სიკვდილს ებრძოდა ადამიანი, ხო, იმ ღამეს, იმიტომ რომ ძლივს გადაურჩა იმ დაზიანებების გამო, რაც მიაყენეს და რა თქმა უნდა ფაქტი იყო, რომ სამედიცინო ფაქტი იყო, რომ ის აწამეს.
და არადულებრივად მოიყვნენ და ეს უბრალოდ ფაქტი იყო და ამიტომაც მოუწიათ ვიღაცების დაჭერა რომ თქვა რომ ეს კაცი კიდევ ზევიდან ხო დავიჭირეთ მაგრამ სამაგიეროდ რა რო ვაწამეთ კიდევ ვიღაცები დავიჭირეთ და ეს ლოგიკაა და რაც შეეხება აი ამ მოწმეს მინდა ეს თქვა იმიტომ რომ სამწუხაროდ გადაღებები აკრძალეს ამის გამო რომ ასეთი აბსურდული საქმეებია და იქ ვირუსულად ვრცელდებოდა ხოლმე ვიდეოები სასამართლო პროცესზე კონკრეტული ადამიანები როგორ ფაქტობრივად აცამტოერებდნენ ხოლმე ბრალდების ხარეს ხო და ამ შემთხვევაში ასე იყო უბრალოდ კაცმა აღიარა რომ იყო დანიშნული დაქირავებული მოწმე განაცხადა რომ 2 თვის წინ იმიტომ არ ამის შესახებ არაფერი არც ჩემს სამსახურში და არც შესაბამის უწყებას იმიტომ არ მიმართეო ამ GDD-ს თანამშრომელმა განაცხადა რომ მე არ ვიყავ უფროსობას არ ქონდა ჩემთვის ნათქვამიო და არ ქონდა დავალებულიო სიტყვით ეს თქვა ანუ არ უარყო და ასე ვთქვა დაამტკიცა ჩვენი მსჯელობა რომ ეს ამ ადამიანს უბრალოდ დაურეკეს და როგორც არ ვიცი ცემის და წამების ბრძანების გაცემენ ხოლმე ესე დაავალეს რომ ყოფილიყო ცრუ მოწმე და ამ კაცმა ეს აღიარა და იმდენად გაცამტოერდა მისი ყველა არგუმენტი ვერაფერი ვერ გაიხსენა ყველაფერზე იზახტე რომ არ ვიცი და თვითონ რატომ მიადგა ეს სულიერზიანი ესეც ვერ ახსნა და ბოლოში აღიარა რომ დამიქირავესო შემდგომი ორი მოწმე აღარც მოიყვანეს ანუ ეს თავიც კი არა უთქიებიათ რომ სხვა ორი მოწმე მოიყვანეს აბსურდული საქმე არის და ესაც ვთქვი სამართლებრივი ბრძოლის გზა ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ რჩება როგორ ადგილზე რო არჩება ფაქტია ეხლა არ ვიცი ესეთი არაადეკვატური საქმე არ არსებობს ნახეთ ადამიანს რას ედავებიან კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ხო ანუ რა შეიძლება იყოს უკანონო პირველი ის რომ არაწამოთ შემსავით მოქალაქეები არ ჩაიდინოთ დანაშაული როგორც წინა დეკემბერ-ნოემბრის თვეში ბართლომის ღამეებს ატარებდით ყოველ ასე ვთქვათ დღეს სამწუხაროდ ყოველ ღამე და მეორე, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, როდესაც არჩევნების გზით მოვა ახალი მთავრობა და დარწმუნებული იყო ლევან ხაბეშვილი და ეს ლოგიკური იყო რომ ამ რეჟიმის სრულების შემდგომ მას ექნებოდა შესაბამისი ბერკეტები და ნაცნობრობასაც ექნებოდა შესაბამისი გავლენა, ჩვენ ჯილდოს გადაგიხდით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანუ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირება და ორგანული კანონი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ არ გრძელავს პოლიტიკურ დაპირებას და თან ვინ იჭერს ხომ თავარი არის აქ რომ ივანიშვილი რომელმაც უფასო ფული დაგვირდა და ისე მოიგო პირველი არჩევნები მეორე არჩევნებზე თუ მესამე არჩევნები როცა იყო საპრეზიდენტო თუ რომელიც იყო იქ საერთოდ ხალხს სესხები გაუნულა ხო? ირაკლი ეს მესმის სხვა რამეს გულისხმობდი ანუ აი დღეს სიმართლე გითხრათ არ მომისმენია ლევან ხაბეშვილის სრული გამოსვლა სასამართლო პროცესზე, მაგრამ რაც წავიკითხე, მე მგონი პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია ძირითადად ხო თავისი საქმის ირგვლივ ტრიალებდა, მაგრამ რამდენჯერაც მას მიეცა სიტყვის უფლება სასამართლო პროცესზე, ძირითადად მისი სიტყვა იყო პოლიტიკური შინაარსის და პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ყველა მის გამოსვლაში იკითხებოდა სურვილი, რომ პოლიტიკური ბრძოლის ველი უფრო მეტად გააქტიურებული იყო. ზოგჯერ ეს იყო უფრო მძაფრად გამოხატული და ამბობდა, რომ რაღაცა კომენტატორებად არ უნდა მივცეთ თქვენ ხალხო ხო არ გაგიჟდით და რაღაცა ვიბრძოლოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ და მოკლედ ასე შემდეგ ხარ მინდა რომ რაღაცა მისი შინაარსიდან გადაუხვიო, მაგრამ პათოსი იყო ეს, ამიტომ გიკითხებით, ანუ აი ხვალინდელი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ უარისი სცენარის შემთხვევაში მაქსიმალური პატიმრობის ჩატოვება რამდენიმე წლით, მოდი ასე ვთქვათ. ანუ ისევ ხედავთ რაღაცა შესაძლებლობას, რომ სამართლებრივი გზით მოხდეს ლევან ხაბეიშვილის უდანაშაულობის დამტკიცება თუ ფიქრობთ, რომ აი ხა მორჩა დამთავრდა ეს რაღაცა იმედების დამყარება აი ამ სასამართლო პროცესებზე და შემდგომ ინსტანციებზე და ასე შემდეგ და მოდი ახლა რაღაცა პოლიტიკური ბრძოლის ველი გავააქტიუროთ. ზოგადად ეს ილუზია არავის აღარ აქვს სასამართლო სისტემის მიმართ. ხალხი არის დაჭერილი საფეთქის როლის გამო აქციაზე 2 წლით და მათ შორის ტროტუარზე დგომის გამო თქვენ კოლეგებს აკავებენ. ხო, ანუ ამაზე არ არის საუბარი, ვინმეს რაიმე წმენა აქვს სასამართლო სისტემის მიმართ. უბრალოდ პროცედურებს მიყვებიან, იმიტომ რომ ეს ახლა ბუნებრივია, ხო, საქალაქო სასამართლო ადამიანის პროცესი იმართება, პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და არის მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც ასეთი პოლიტიკური, თორემ მე ყველამ უკვე იცის, რომ ეს სასამართლო კლანი არის აბსოლუტურად კონტროლ ქვეშ, ეს არის სანქცირებული სასამართლო კლანი, კონკრეტული მოსამართლეები, უდიდესი ნაწილი, რომლებიც ამ განწყობილებას იღებენ, არიან მათ შორის ერთ და იგივე სახეები და ისინიც არიან ან სანქცირებულები, ან მომავალში დასანქცირდებიან, ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქმე, მათ შორის ქუჩაში, ამისკენ მოგვიწოდებით, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი 26 მაისსაც ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და 26 მაისს ჩვენ მოუწოდებთ ხოლმე რომ გამოვიდეს, იმიტომ რომ ალტერნატივა ქუჩის ბრძოლას პროტესტს არ გააჩნია ამ ქვეყანაში, არ შეგუებას. ანუ ქუჩა უნდა გაძლიერდეს. განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ამ ქვეყანაზე, რომელიც არის მიტაცებული აბსოლუტურად ივანიშვილის, მე ცინიკურად ექცევა ხო ქართულ ხალხს, ყველაფერს რო თავი დავანებო პოლიტიკოს ასამართლებენ
ღია ეთერში გაკეთებული პოლიტიკური განცხადების გამო. ადამიანებს აკავებენ ტროტუარზე დგომის გამო. მე თურმე ჩვენ იმის დრო და ხალისი გვაქვს, რომ დანიაზე გავაკეთოთ ბრიფინგები ადამიანებმა, რომლებსაც პრემიერ-მინისტრობაზე პრეტენზია აქვს, თურმე იმ ქვეყანაზე უნდა ისაუბრონ, სადაც არის 7000 евро ხელფასი საშუალო და 3000 ევროა საშუალო პენსია და თურმე ამ ქვეყანაზე უნდა ვწუხდეთ და ის შექმნილ მდგომარეობა. ნახეთ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ 26 მაისის ფართო მასშტაბიანი აქცია თავისთავად გააძლიერებს ქუჩის პროტესტს თუ თავად ეს პროტესტი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ რაღაცა პოლიტიკური ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდეს. არ შევდივარ დეტალებში, არ ვიცი როგორ, რანაირად, ვის რა პოზიცია აქვს, ვის რა მოსაზრება აქვს, ვინ რა სტრატეგიას უფრო ეფექტურად და მართებულად მიიჩნევს, მაგრამ აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ 26 მაისი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა გაძლიერდება თუ რაღაც სხვანაირად უნდა მოხდეს, გარდა იმისა, რომ შეიკრიბება ბევრი ადამიანი, უკეთეს შემთხვევაში იქნება სიტყვით გამოსვლები და შემდეგ ეს აქცია მომავალ ფართო მასშტაბიან აქციამდე დაიშლება. ხო, ანუ ზუსტ წინასწარმეტყველებას რა თქმა უნდა ვერ გეტყვით ეხლა როდის რა და ანუ იმიტომ რომ საპროტესტო აქციებს როცა საუბრობთ ჩვენ 26 მაისზე, ხო, ეხლა ზუსტად 26 მაისის სიუჟეტს ესე ვერ გეტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა 26 მაისი იქნება მნიშვნელოვანი რატომ? იმიტომ რომ საპროტესტო მოძრაობაში დიდი აქციების გარეშე ეს საპროტესტო მოძრაობები არის განწერული იმისთვის, რომ წავიდეს დაღმასვლით, ხო? აუცილებელია დიდი აქციები, აუცილებელია მარშები, აუცილებელია მათ შორის პატარა აქციების და მუდმივი აქტიურობა. ეს არის აუცილებელი. ყველა საპროტესტო მოძრაობის ოქროს წესი არის, რომ არ უნდა გაჩერდე და უნდა აწყო როგორც მარშები, ისე დიდი აქციები, ისე სპონტანურობაზეა დამოკიდებული 26 მაისის მნიშვნელობა, როგორც აი ამ პოლიტიკური ყველა საპროტესტო აქცია, უდიდესი ნაწილი საპროტესტო აქციების აბსოლუტური უნივერსალურად მათ შორის არის დამოკიდებული სპონტანურ ამბებზეც, ხო? ამას ეხა არ ჭირდება ჩემი მხრიდან. მეტი ხალხი იქნება, შესაძლებელია რაღაცა სხვა მიმართულება მიიღოს ამ აქციამ, თუ შედარებით ნაკლები მაშინ დამთავრდება ისე როგორც დამთავრდება. ვერავინ ვერ იცინეს წარმეტყველებს რა და როგორ მოხდება ქვეყანაში რაც არის უსამართლობა დაკანონებული. გეგმა ეს მუდმივად მიდის ამაზე. რამდენი ვერსია ხომ დაარსებობდეს, რამდენი ვარიანტი, რომ აი თუ ასე ხდება, ასე ვიქცევით. ყველა საპროტესტო აქციის წინ არსებობს ასეთი მოლოდინები და ყველა საპროტესტო აქციის წინ იცის მოლოდინი არის სამზადის გეკითხებით, თუ ეხლა მოლოდინი ჩვენ შეიძლება გქონდეს, მაგრამ თქვენ იმ ადამიანებს, ვინც ჩართული ხართ აი ამ საორგანიზაციო ჯგუფში, მხოლოდ მოლოდინები არ გეპატიებათ. ან თქვენ უნდა უკვე გქონდეთ აგერ 20 მაისს 6 დღე არის დარჩენილი კონკრეტული სამზადისი და კონკრეტული ვარიანტები შესაძლო სცენარის განვითარების. არ გამორიცხავს თქვენ რაზეც საუბრობთ. ნახეთ აქციაში მონაწილეობს იღებს 10000-ობით ადამიანი. როდესაც კონკრეტული ასე ვთქვათ პათოსი და სულისკვეთება არსებობს, დამერწმუნეთ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ხოლმე თავისით, თუ ისე სპონტანურობაზე საუბრობთ. თქვენ სპონტანურობაზე მელაპარაკობთ, ამიტომ მას ხასუხობდით. სპონტანურობა დაგეგმილი სპონტანურობა ხო არ არსებობს. სპონტანურობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხალხი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ივარაუდოს ადამიანმა, იმიტომ რომ ადამიანები არიან გაწამებულები და რა თქმა უნდა სპონტანურობა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ დროს, იმიტომ რომ ქვეყანაში არის უსამართლობა. ეს დაგეგმილი ხო არ არის, ამიტომაც გესაუბრებით და დაგეგმილი რაც არის, იმას 26 მაისს ვიხილავთ, ხო? დიდი ალბათობით. ამიტომაც განვასხვავ ეს ორი რამე. ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხო გამორიცხავს ისედაც ერთმანეთს. ან მაგით მეუბნებით ხო? სპონტანურობა როგორ შეიძლება გამორიცხოთ ხო? ხო, სპონტანურობა. ხალხი არის გაბრაზებული, არ ვიცი, როდის გამოხეთქავს ეს ბრაზი, როგორ ამოხეთქავს? არ ვიცი, როგორ უნდა გითხრათ ხო, მაგრამ თქვენთან რაღაცნაირად ხედვასთან, თქვენს პრინციპებთან. ჩვენ პრინციპები და ხედვა არის ძალიან მარტივი. მოდიოდეს შესაბამისობაში, იმიტომ რომ შესაძლებელია გამოჩნდეს რაღაცა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც პროტესტის იმგვარ ფორმას მიმართოს, რომ თქვენთვის იმ კონკრეტულ მომენტში ძალიანაც წამგებიანი აღმოჩნდეს ეს, ამ რისკებზე არ გიფიქრიათ? აი მართლა გულწრფელად გეკითხებით. ვერ გავიგეთ რას მეკითხებით, მართლა გეუბნებით. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანებს რაღაც ტოტალური კონტროლი, რაღაც ფაშისტური კონტროლი რო არ მაქვს იმ 10000 ადამიანზე მოწ. იგივე რაც მოხდა 4 ოქტომბერს. ჩვენ დღესასწაული გვაქვს და მარში გეხვეწებთ. ძალიან ხა ამწავეთ, ამძაფრებთ და მუქფერებში ხატავთ ჩემს შეკითხვას. არა, ჩემოწმება. ნახეთ 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ხომ ნახეთ. ხალხის შედარებით მცირე ნაწილმა გადაინაცვლა პრეზიდენტის რეზიდენციასთან და იქ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, ხალხის უდიდესი ნაწილი დარჩა იქ, სადაც თავდაპირველად იდგა, ან უბრალოდ მოხდა მათი გადანაცვლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აი მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ანუ მსგავსი აცდენა რომ არ მოხდეს და ისევ
აი ეს ძირითადი მისია და მიზანი ამ აქციის არ დაზიანდეს, ამაზე თუ გიფიქრეთ, თუ გიმუშავიათ და თუ გააქვთ ვერსიების სხვადასხვა ვარიანტი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. კაფეო იქნება ის გეგმა, რომელიც იქნება იმ დღეს. და არ იქნება, ასე ვთქვათ, ანუ წარადგენთ გეგმას. ეს მაინც მოვისმენე ახლა, გეგმას წარადგენთ. განცხადებები გაკეთებული იქნება შესაბამისი აღჭურვილობაც და იქნება შესაბამისი განცხადებები გაკეთებული და 26 მაისს ვიხილავთ ამ ყველაფერს, ხა დღეს ხო არ ვიტყვი ამ ყველაფერს. ანუ ხო, ეს მინდოდა მომისმენე რომ რაღაცა იქნება, აღჭურვილობაც იქნება, გამოსვლებებიც იქნება, ასე იგი პოლიტიკოსები გამოვლენ და პოლიტიკურ მოწოდებებს გააკეთებენ. ნახეთ, დღე არ გავა, რამდენი ტელევიზია გვაქვს ხომ, თავისუფალი დამოუკიდებელი, კრიტიკული მათ შორის. სადაც გამოდიან ოპოზიციის ლიდერები და საკუთარ მოსაზრებებს ძალიან ხმამაღლა გამოთქვამენ. ამის გარდა, რაც უკვე 1000-ჯერ მოგვისმენია, განსხვავებულს რამეს მოვისმენთ აქციაზე? ამას გეკითხებით. ანუ რა თქმა უნდა, იქნება კონკრეტული, ასე ვთქვათ, დღის ეს რიგი, როგორ ხედავს ალიანსი მათ შორის, რაზე ვართ შეთანხმებულები, რა არის ძირითადი დღის ეს რიგი, რითაც უნდა დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი. აი ამაზე იქნება უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთებული. შეთანხმებულებიო, ეს ამ სიტყვამ გამახსენა ერთი ამბავი, რომ 18 მაისს, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, იყო ალიანსის შეხვედრა, შეკრება, მსჯელობა 26 მაისის საკითხებთან დაკავშირებით და არ ყოფილა თქვენი პარტიის წარმომადგენელი. ალდა მანამდე მომისმენია სხვათა შორის ალიანსის წევრებისგან, რომ რას ამბობთ, ზოგჯერ 9 ლიდერიც კი არის ასეთ შეხვედრებზე ნაციონალური მოძრაობიდან. ასეა ხო. რა მოხდა 9 ლიდერიდან როგორ ერთმა ვერ მოიცალა თუ ეს იყო თქვენი ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო. ხო, ესე იმდენი ინფორმაცია გამიგია გაქვს. ანუ არ ადასტურებთ? ხო, ამიტომ გეკითხებით, მინდა რომ დავაზუსტო. არსებობს. აი, იცით ვერ გეტყვით რომელ დღეს რამდენი წარმომადგენელი ყავდა. ყოფილა შეხვედრები, სადაც ვერცერთმა ვერ მოახერხა მისვლა, იმიტომ რომ რაღაც ორი მიდიოდა და ეხლა ძალიან ტექნიკური დეტალები და ამაზე საუბარი არ მგონია რომ საინტერესოა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, მოწილებას ყველა ფორმატში, აი, მაგრამ 26 მაისთან დაკავშირებით ბუკლეტების დარიგებაშიც მივიღებთ უახლოს მივიღებდით კიდევაც მივიღებთ საარჩევნო შეხვედრაშიც ვიყავით ახლა არ ვიცი ძალიან მარტივად არის საქმე. შეიძლება რომელიმე სიტყვით გამოსვლებიც გექნებათ. ანუ ალიანსის რომელიღაც წევრი პარტია შეიძლება არ მივიდეს არც შეხვედრაზე, არც ბუკლეტების დარიგებაში მიიღოს მოწილება, მაგრამ არავინ ამაზე კრინცაც არ დაძრავს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა როცა სადღაც არ მივა, იქ იწყება ეგრევე სპეკულაციები, რომ აი ნაციონალური მოძრაობა აღარ არის. და რატომ გიგვით? მესმის ეს ყველაფერი. რამდენჯერ მომისმენია თქვენგან, რომ თქვენ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხართ? რომ თქვენ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ხართ და თქვენს მიმართ რომ ყველაზე დიდი არის ინტერესი, მე მგონია ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, ხო? არა, ხო და გასაგებია მეთქი, ამიტომ ვამბობდი, გასაგებია მეთქი, ეს ესე არის, მაგრამ ნუ ხალხს ვაყედებ საქმის კურსში, რომ ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ პარტიას შემთხვევაში მოხდეს ხოლმე, მაგრამ ასეთი რაღაცა აქცენტის გაკეთება ამ თემაზე არ ხდება ხოლმე, ხო, ბუნებრივი მიზეზების გამო. ხო, არ ვიცი ეს რამდენი. თავად რა არის, იცით? ეხლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ აი ამ ნაციონალურ მოძრაობას, აქვს ძალიან კაფეო ხაზი. ყველა საპროტესტო აქტივობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცით, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ეგზისტენციალური საფრთხე ამ ქვეყნისთვის და ყველა საპროტესტო მოძრაობას, ყველა საპროტესტო გამოსვლას ჩვენთვის ოდიოზური მიუღებელი თავის დროზე პირების ხრიდანაც კი ყოველთვის სოლიდარულები ვიყავთ. ახლა 26 მაისთან დაკავშირებით ხო ორი აზრი არ არსებობდა. ალიანსში რო არ გვინდოდეს ყოფნა და არ გქონდეს ახლა იქ დამერწმუნეთ ძალით ვერავინ ვერ დაგვაბამს და ვერც იმ საარჩევნო შეხვედრაში ვერ წაგვიყვანს და ვერც სხვა შეხვედრებს ვერ დავესწრებით, ხო? ძალიან კარგად ვიყავს გაცნობიერებული რომ იმისთვის რომ ლევან ხაბიშვილი გათავისუფლდეს, ირაკლი ნადირაძე გათავისუფლდეს, მიხეილ სააკაშვილი, პატა ბუჭოაძე, არა და უამრავი სხვა ადამიანი, ხო? ამისთვის საჭირო არის აქციები იქნება, საპროტესტო აქციები. ასე ვთქვათ, პოლიტიკური გამოსვლების დროს, იმიტომ რომ ვრცელდებოდა ეს ინფორმაცია, ესეც არ ვიცი რამდენად ტყუილ მართალია, რომ აი ნაციონალური მოძრაობა არ მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას, ნუ ყოველში აქტიურად არ იქნება ჩართული, თუ ამ აქციის ერთ-ერთი მოწოდება არ იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს საკითხი იყო საკითხი რა თქმა უნდა არსებობს და ამაზე შეთანხმება რო არსებობდეს ალიანსის შიგნით ჩვენ ამ ალიანსში ვერ ვიქნებოდით ფიზიკურად. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია გაიჟღერებს ეს საკითხი, იმიტომ რომ გვახსოვს აქციები, სადაც სააკაშვილის ბანერების გამოჩენას მოყვა დიდი სიტყვიერი უთანხმოება, ხო და საჯაროდ ნახა ეს ყველა მან. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ამიტომაც გეკითხები. ძალიან დიდი პრობლემა არის პირდაპირ გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერებთან დაკავშირებით ეს საკითხი ყოველდღე სამარცხვინო, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერები ეჭირათ ევროპარლამენტარებს ბრიუსელში. ბოლო-ბოლო და ხალხი ამაზე უნდა დაფიქრდეს. ევროპარლამენტში ბრიუსელში ათეულობით ევროპარლამენტარს ეკავა მიხეილ სააკაშვილის ბანერები. არ ვიცი მე რო ჩასული ვარ ევროპარლამენტში, ხალხი მიყვებოდა, ეგ ეგონება, არ ვიცი ხა
სასიკადულო არ შეიძლება ესე ბაბოჩებს არა გეტყვით რას ვქულს ბაბოჩებს მეგობრები უნდა რომ აი გალაქტიონთან ერთხელ დალეული მაქვს იქ დუქანში და აი როგორც იძახდნენ ხოლმე ხო იცი რომ რაღაც გამორჩეულ ფიგურაზე რო იტყვი რომ აი მასთან ერთად სადღაც რაღაც გავაკეთე აი ესე არიან ევროპარლამენტარები ხოლმე მიხეილ სააკაშვილიზე რომ აი იცით ჩვენი გვითანამშრომლია იქ ჩავსულ იქ მინახავს და უცბად საქართველოში არიან ხოლმე გარკვეული პოლიტიკური ფიგურები რომლებიც აი თურმე მიხეილ სააკაშვილის ბანერიც პოლიტიკური პარტიების არ უნდა დავინახოთ არსად არ გამქრალა მეტიც თქვენთან ერთად არიან ახლა ალიანსში და ანუ რა თქვენ ბანერზე რა ხომ მკითხეთ ბანერზე რა ხომ მკითხეთ რა გარანტია გაქვთ რომ იგივე რეაქციები არ ექნებათ ახლა 26 მაისს დიახ ბანერზე რა ხომ მკითხეთ გითხარით რა არის ეს ბანერებს არ გაიტანთ რა თქმა უნდა გავიტანთ მიხეილ სააკაშვილის ბანერებს გვეჭირება არ ვიცი ჩვენ მომხრეებს ვინა უგზავნოს რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერი არ დაიჭირო ხელში რატომ უნდა უგზავნო ხო მაგრამ ამას თავი დავანებოთ არა ერთ ვერ დავანებებთ თავს ანუ ის ადამიანები ვის აქციასაც თქვენ ცოტა ხნის წინ უწოდეთ სამარცხვინო არსად არ გამქრალან მეტიც არიან ამ ოპოზიციურ ალიანსში. ვინც ბანერებს ებრძვის ხოლმე. ხო არიან. სამართლიანი არ ხომ ესეთ ქმედებები ნამდვილად. ეს ადამიანები ხომ არიან ისევ ალიანსში. ანუ რა შეთანხმება გაქვთ რაიმე? არ გინახავთ ეს ალიანსის წევრებზე გინახავთ ეს. ნუ ამ შემთხვევაში ალიანსის წევრების პოზიცია უფრო საინტერესოა ჩემთვის ვიღაცა ვიდრე ვიღაცა რიგითი გამლელის იმიტომ რომ ალიანსის წევრებს აქვთ ერთი პოზიცია რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამის რა თქმა უნდა კონსენსუსი არსებობს და ეს მე მგონი ყველას უთქვამს ყველაზე ასე ვთქვათ ნაკლებად მეგობრულად განწყობილ არც ბანერების გამოტანაზე არ ექნებათ რაღაცა ესეთი ნეგატიური რეაქცია. კეთილი, ანუ შეთანხმებული არის ეს საკითხი. კიდევ ერთი თემა და დავუმთავრებ თქვენთან ამაზე საუბარს. არ ვიცი რამდენად მასობრივად გავრცელდა, მაგრამ დღეს ჩემი ყურით მოვისმინე ერთ-ერთ რადიო ტალღაზე უკვე ანონსი იმ ასე ვთქვათ ღონისძიებებისა, რასაც ქართული ოცნება ხელისუფლება გეგმავს 26 მაისს. მე როგორც მოვისმინე, დილიდან საღამომდე მთელი დედაქალაქის, თითქმის მთელი დედაქალაქის მასშტაბი, ну ძირითადი ლოკაციები მაინც ისეთი ცენტრალური ქუჩები და გამზირებია, იგეგმება სადღესასწაულო ღონისძიებები, მათ შორის ფიცის დადების ცერემონიალი და ასე შემდეგ. სხვათა შორის საღამოს საათებში მე მაპატიეთ არ მახსოვს ზუსტი დრო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა პირველი რესპუბლიკის დროს თუ არ ვცდები 17 საათი 10 წუთი ითქვა თუ ვცდები ბოდიში ვიხდი სწორედ ამ დროს იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით გაიჟღეროს საქართველოს ჰიმნი თბილისის გარდა საქართველოს დიდ ქალაქებშიც არის ეს ღონისძიებები დაგეგმილი და ეპატიჟებიან მოკლედ საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით ეგ დროა ზუსტად მე საუბრობ ანუ ამ დროს ხალხში ჩემი მეგობრებს აქვს საინტერესო ტრადიცია ირაკლი ხვადაგიანს და საბჭოთა წარსულობის ლაბორატორიის სხვა თანამშრომლებს ისინი უშვებენ ხოლმე იმ ადგილზე სადაც გამოცხადდა და დამოუკიდებლობა იკრიბებიან ბუშტებსაც უშვებენ და კონკრეტული აქტივობა აქვს ხოლმე და 6 ხო 17 საათსა და 6-ის ნახევარზე სადღაც ეს დრო მახსოვს და ხო, აი ეს თქვენს გეგმებში როცა არ არის ესეთი აქცია. კი ბატონო, თქვენს გეგმებში ეს ხომ არ შეიტანს გარკვეულ კორექტივებს, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, ხო? მოდელირება რომ მოვახდინოთ მომენტთა განვითარების ქრონიკის, როგორ შეიძლება მოხდეს ხა ასეთი საზეიმო ღონისძიება ბუნებრივია სულ ცოტა ქართული ოცნება დაუძახებს საჯარო მოხელეებს, გამოიყვანს საკუთარ მხარდამჭერებს და მთელი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ერთის მხრივ დიდი მარში იქნება ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, სადაც თქვენ გაქვთ ოლოდინი რომ 10,000-ობით ქართული ხელისუფლების მოწინააღმდეგე მიიღებს მონაწილეობას და მეორეს მხრივ იქვე სადღაც შორიახლოს სხვადასხვა ლოკაციაზე ქართული ოცნების მხარდაჭერები იქნებიან. ანუ შეიძლება ეს გარკვეულ რისკებს, არ ვიცი, არ მინდა ვთქვა დაპირისპირების, მაგრამ რისკებს შეიცავს ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის კაცმოძულე და ყველა ადამიანს უსპობს პერსპექტივას და მათ შორის მიმართავს რეპრესიებს. აი ეს არის რისკების შემცველი და სამოქალაქო მათ შორის დაპირისპირებას იწვევს იმ კუთხით, ნუ ღვთისმხალობით ჯერჯერობით არა იმ დონეზით და იმ დონით, რაც დამუყელი იქნება ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ну აი მართლა რეალურად ისე ძაბავს სიტუაციას, რომ ოჯახებში და ნაცნობებში არის რთულად ხო საქმე და მათ შორის ადამიანები ყავთ გაბოროტებული პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ისეთ აბსურდულ ასე ვთქვათ რეპრესიებს ატარებენ ხო ამიტომ ეს არის ხიფათის შემცველი თორე ხა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რომ დაუგეგმო ეს როგორ არის ხიფათის შემცველი ხა ის თუ ზონდერები თუ მომიგზავნეს და თუ დამარბიეს მე შეიძლება ნებისმიერ რამ მოხდეს მაგრამ ჩვენი მხრიდან არასოდეს არ ყოფილა არც ერთი ტიპის ზალადობა ვერ გაიხსენებენ უბრალოდ ზალადობას
თუ არ მომხდარა პროვოკაცია ან თავდასხმა. მართლა ვერ გაიხსენებ, არ არსებობს ასეთ ხო, შემთხვევა. მაგრამ როდესაც აი ფიზიკური მანძილი მცირდება ხოლმე, ხომ იცით რომ აი სიტუაცია ძალიან მყიფე და უმართავი შეიძლება იყოს. არა, თუ იცით, თქვენთვის იქნება უკეთ აქამდეც იყო ცნობილი ქართული ოცნების ამ გეგმების შესახებ. მე მართლა ახლა დღეს მოვისმინე სამსახურში რომ მოვდიოდი. ზოგადად რო გარკვეული აქტივობები დაგეგმილია, ვიცით, თუმცა მათ ძალიან კარგად იციან და უკვე ძალიან დიდი ხანია ცნობილია, რომელ საათზე იწყება ჩვენი მარში, რომ იწყება თესეუდან და რომ მივდივართ რუსთაველის გამზირამდე, ეს იცის ყველამ ძალიან კარგად და თუ ზუსტადაც რომ პროვოკაცია არ სურთ და თუ ნამდვილად არ სურთ რაიმე ტიპის ძალადობის ინსცენირება ამ მნიშვნელოვან და არ უნდა გადაიკვეთოთ სადმე. ხო, თვითონ თუ არ რაღაცა არ მოინდომეს რომ რაღაცა პროვოკაცია მოაწყონ, ყველას თუ კარგად ცნობილი იყო მარშრუტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჩვენი. კარგად გახსოვთ, როდის დაანონს და ჯერ კიდევ აქ უფრო მეტი ხნის წინაც და მარშრუტიც ცნობილი იყო, მაშინაც კი და დროც იყო ცნობილი და ეხლა არ ვიცი, ჩვენ ნამდვილად ყველანაირად ყოველთვის აბსოლუტურად აი რა ტიპის დაპირისპირებასაც თქვენ ამოთ, ეს დაპირისპირება არ ყოფილა, რა თქმა უნდა, არც ერთი აქციის, არათუ მიზანი, არამედ პირიქით. ჩვენთვის არის სრულად მიუღებელი რომ ხო, მაგრამ ასეთი დამთხოვაც არ ყოფილა თუ მე არ მახსოვს. არა, ყოფილა 26 მაისს წინა 26 მაისსაც ჩვენ გქონდა აქცია და იქ 20 მეტრში იყვნენ ოცნების გარკვეული ღონისძიება იყო ორბელიანის სასახლესთან იყო ოცნების ღონისძიება და ზემოთ რუსთაველში იყო. შედარებით უფრო მოკრძალებული, აი როდესაც თუ არ იცით და როდესაც ანონს მოისმენთ, ნახავთ რომ მთელი დღის განმავლობაში საღამოს კონცერტებით მთავრდება მოკლედ ეს ღონისძიებები და მოწოდებები კეთდება, რომ მოსახლეობა მივიდეს და მათთან ერთად აღინიშნოს ეს დღესასწაული. ამიტომ გამიელვა დღეს, რა თქმა უნდა, აზრმა რომ თუ გიფიქრიათ ამაზე, რომ მაქსიმალურად დააზღვიოთ უსიამოვნო შემთხვევების რისკები. დიახ, ჩვენი მარშრუტი არის უსვლელი, ჩვენი აქცია არის გამოცხადებული უკვე ძალიან დიდი ხანია. არასოდეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არც პროვოცირება არ მოგვიხდენია მსგავსი დაპირისპირების და არც მომავალში არ ვაპირებთ. ეს ძალიან მარტივი ფაქტია, უბრალოდ ჩვენ ვაპირებთ, რომ საპროტესტო მოძრაობა არ შეწყდეს და 26 მაისი არის ესეთი დღე, რომელსაც ვერ აღნიშნავს ის ხალხი, რომელიც შაჰაბასობას აღნიშნავს. მხოლოდ და მხოლოდ არ იქნება საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ მარტო შაჰაბასობის აღნიშნულები არ გულისხმობ იმ ხალხს, რომელიც შეიძლება სამწუხაროდ პროპაგანდისგან იყოს დაბრუნებული ან სხვა მიზეზების გამო იყოს მისული იქ, არ ვიცი, გასაგებია რომ ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, უნდა დაბრუნდნენ აი ამ დიდ ეროვნულ წიაღში, რომ სწორი ანუ დაბრუნდნენ გულისხმობ იმას, რომ რაღაც ერთად უნდა დავდგეთ ისევ და ეხა ესე როგორც ვართ პოლარიზებული, ესე არ უნდა ვიყოთ მომავალში, გასაგებია, მაგრამ ნუ ამ მომენტიც ასე არის, მაგრამ მათ კი არ გულისხმობ. აი ვინც აწყობს, ვინც ორგანიზატორი, აი იმ ხალხს გულისხმობ, ეს ხალხი იგივე წარმატებით შაჰაბასობას აღნიშნავდა. პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოში აი მართლა მივიდნენ საგარეო უმაღლეს დონეზე დაესწნენ ღონისძიებას, რომლის თავარი მიზანი იყოს ქართველების ეთნოწმენდის გენოციდის იუბილეის აღნიშვნა. ხო, ნუ ხა ამ ხალხს ხო ვერ დაუტოვებთ მარტო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნოთ, ჩვენც ხო უნდა აღვნიშნოთ, ხო? ხო იმ ვინც შაჰაბასობებს არ ვესწრებით. მადლობა. და ბოდიშს არ უხდით ოკუპანტებს. მადლობა ირაკლის პავლენიშვილი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ვიქტორ ყიფიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი შემოგვერთდება. მაშ ასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში და ღია წერილი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, მოკლედ დღესაც განსჯის საგანია, თუ რა მიწერა ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, როგორც კობახიძე ამბობს, მოკლედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ცალმხრივად შეწყდა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ქართული მხარის მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატი და ამგვარი ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობა იძულებულია მათ ღია წერილით საჯაროდ მიმართოს. შემდეგ წერილში მოკლედ არაერთ გზის ხაზგასმულია ის, რომ ევროპული ბიუროკრატია ძალიან აცდა ზოგადად ევროპულ ღირებულებებს და ამის გამოც დაშორდა
ჩვენი და მათი გზები ერთმანეთს. ვიქტორ ყიფიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის თავმჯდომარე, მოგესალმებით, მადლობა დაცემაში მონაწილეობისთვის. მთელი ამ წერილის პათოსი, რომ ძალიან მოკლედ ერთი წინადადებით, უფრო სწორედ ერთი შეკითხვით ჩამოვაყალიბოთ, რატომ არ აქვს ევროპულ ბიუროკრატიას რეაგირება კოპენჰაგენში ადამიანების ძალადობაზე, მაშინ როდესაც ესეთ დეტალურად და სკრუპულოზურად აკვირდება იმას თუ რა ხდება თბილისში. რა პასუხს ელოდება ქართული ოცნება აი ამ ღია საჯარო წერილის შემდეგ? შეიძლება ეს პასუხი სულაც არ იყოს ასევე წერილობითი სახით, ან შესაძლებელი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქმედება. ყოველ შემთხვევაში თქვენ რა ქვეტექსტი და სურვილი ამოიკითხეთ ქართული ოცნებისა, რა შედეგის მიღწევას ცდილობენ? ემა თვითონ კოპენჰაგენის ინციდენტზე მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი, ისე ყველაფერი არ არის როგორც ოცნებამ წარმოადგინა პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ახლა მიზანი, მოტივი შეიძლება იყოს მრავალმხრივი, არაერთი ვერსია გამოითქვა, დაწყებული საკუთარი ელექტორატის შეგულიანებით, მუდმივად ეს მტრის ხატის შექმნითა და იაფასიანი მესიჯ ნარატივების შემუშავებით, მაგრამ თავარი დასკვნა ალბათ არის შემდეგი, ჩემთვის თავარი დასკვნა არის, რომ როდესაც საგარეო ურთიერთობებში ქვეყანა მისი პრემიერის სახით ან ქართული დიპლომატის სახით საუბრობს ღია წერილებით, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის დისფუნქციური, შესაბამისად დიპლომატია არის დისფუნქციური, იმიტომ რომ არსებითად საკითხების გადაწყვეტა ღია წერილებით არ ხდება და ჩვენ გვახსოვს, რომ ღია წერილების პრაქტიკა უკვე არის დამკვიდრებული პრაქტიკა, არა მარტო პრემიერ კობახიძის შესრულებით, არამედ პრეზიდენტ ყაველაშვილის შესრულებით. ეს ერთგვარი თვითაღიარება არის, თუ შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული დიპლომატია და პროფესიონალური დიპლომატია არის უშედეგო და ვერც იქნება შედეგიანი, ვინაიდან დიპლომატია უნდა იმყარებოდეს მერიტოკრატიას, სოდნას, კომპეტენციას, ინსტიტუციურობას, ეს ყველაფერი ის არის, რაც ჩვენთან არ არსებობს, მოშლილი არის, ვინაიდან ჩვენ დღეს ფაქტიურად გვაქვს დისფუნქციური, მოშლილი, როლ დაკარგული და რეპუტაცია შელახული სახელმწიფო ჩვენ და სამწუხაროდ. და შეიძლება აქ უფრო შორს წავიდეთ, რომ ეს სახელმწიფოც არ არის, ეს არის რაღაცა სხვა ფენომენი. ამიტომ ბუნებრივია ტრადიციული მეთოდებით ურთიერთობა მათ არ დარჩენიათ, ერთადერთი არის ღია წერილით. ახლა პასუხი რა იქნება, მე ძალიან მიჭირს მაგაზე საუბარი. პასუხი შეიძლება სულაც არ იყოს, მაგრამ ალბათ ეს არ არის მთავარი მიზანი ქართული ოცნების მხრიდან. მე შარშან გამოვთქვი ვარაუდი, რომ საერთოდ ასეთი წერილების გავრცელება, ასეთი შეფასებები იყო ერთგვარი ნიადაგის შემზადება, რომ ქართულ ოცნებას ფორმალური დეკლარირება მოეხთინა საგარეო კურსის შეცვლილებისა, ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაო ამ მიზნით გადადგმული, წარმოებული. მე იმასაც ვარაუდობდი და უნდა ვაღიარო, რომ ეს მოხდებოდა ასეთ დეკლარირება შარშან წლის ბოლომდე, რაც არ მოხდა. ეს არ მოხდა ალბათ იმიტომ, რომ გარკვეულწილად შარშან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები დამთავრდა საყაიმო შედეგით, ანუ ვერც ხელისუფლებამ ვერ გაიტანა თავისი მიზნები ბოლომდე და ვერც წინააღმდეგობის მოძრაობამ თუ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა. ალბათ დღეს ყაიმი გამორიცხული იქნება, წელს ყაიმი გამორიცხული იქნება. ქართული ოცნება, ან ის, რასაც ჩვენ ვეძახით ქართული ოცნება, ეცდება ბოლომდე შეასრულოს დასახული მიზანი. აი ფორმალური კუთხითო, ასე ვთქვათ, დაადასტუროს საგარეო კურსის ცვლილება. ჩვენ პრაქტიკულად დეკლარირების გარეშე გვესმის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია, ევროპული ღირებულებები ჩვენთვის არის უცხო, ეს არის საზიანო, ეს არის ანტიქართული, ეს არის ანტი დეკლარირება როგორ უნდა მოხდეს ამის? მე მიჭირს დეკლარირების ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა ხერხებით დაწყებული პარლამენტის დადგენილებით, ან საგარეო პოლიტიკის დოქტრინაში ცვლილებების შეტანით, ინსტრუმენტები შეიძლება იყოს მინიმუმ 1, 2 ან 3 კატეგორიის, მაგრამ თავარია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით, იმიტომ რომ ეს ვერსიაც მუსირებს, ესეც ვარიანტი არის. ესეც ქართულოცნებას ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და სწორედ ეს მიზანი შეიძლება ამოძრავდეს თუ მაგალითად წლის მიწურულს ვადამდელ არჩევნებს თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად ან კალენდარული არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, რომლის შედეგადაც
საჭირო ხმათა რაოდენობა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოყალიბდება, ბუნებრივი არის 78 მუხლი ამოვა კონსტიტუციიდან, მაგრამ თქვა და არ ამოვიდა 78 მუხლი, შეიძლება ეს თქვა ესეთი შუალედური გზებითაც იქნეს დადეკლარირებული. თავარი არის ალბათ ნიადაგის შემზადება, თავარი არის იდეოლოგიური ბაზის შემზადება. თუმცა სიმართლე რო გითხრათ, აი ჯერ საქართველოში ერთ-ერთი ჩემი კოლეგის მხრიდან გამოითქვა ესეთი ვერსიაც, რომ ამას არ აპირებს ქართული ოცნება, ეს არის უბრალოდ ჩვენს განწყობებზე თამაში. ეს არის მუდამ, ეს თქვათ, რაღაც გამოვაჭრებისათვის გარკვეული საშუალებათა, შესაძლებლობათა ფანჯრის ღრიჭოთ დატოვება. ვინაიდან ოცნება უკვირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უკვირდება რაოდენ შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს დასავლური წარმომადგენლობა რეგიონში, უკვირდება უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკას და აი ესე თქვათ, ეს არის ერთგვარი აიწონეს პრინციპით მიდგომა. ერთი სიტყვით კიდევ ერთხელ ვამბობ, მოტივები შეიძლება იყოს მრავალმხრივი, მაგრამ ჩემთვის პირადად მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ ვესაუბრებით სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობას როგორც სახელმწიფო, ჩვენ არ ვესაუბრებით ინსტიტუციურად, ჩვენ არ ვესაუბრებით როგორც თავმოყარე პოლიტიკოსები, გულისხმობ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში და აი ეს დასკვნა რაც გითხარით პასუხის თავში, ეს დასკვნა ჩემთვის არის სასახად ერთმნიშვნელოვანი. ხო, გასაგებია რომ ახლა ქართული ოცნება სრულად არაპროგნოზირებადია და ამაზე მათ მიერ ბოლო დროს მიღებული არაერთი გადაწყვეტილება მეტყველებს, მაგრამ აი თქვენ საუბრობდით, რომ შეიძლება ერთ-ერთ ვერსიად განვიხილოთ ვადამდელი არჩევნები, ისევე როგორც შეიძლება განვიხილოთ ვადიანი არჩევნებიც, ანუ 2026 წლის მიწურულს არჩევნების ჩანიშვნის შესაძლებლობა, ანუ ჯერ კიდევ არ მოხსნილა რაღაცა საპროგნოზო დღის წესრიგიდან, აი სხვათა შორის, როდესაც მამუკა ბინარაძე გამოვიდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნა დაანონსა, რომელმაც საჯაროდ გამოთქმული სიძულვილის ენა უნდა შეისწავლოს და რეაგირებაც მოახდინოს ამ ყველაფერზე, ამანაც გააჩინა, ასე ვთქვათ, უბრალოდ გაამყარა ის მოსაზრება, რომ აი ქართული ოცნება ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯით რაღაცნაირად ცდილობს პოლიტიკური ველის მაქსიმალურად მოსუფთავებას აღარ ქვია მას სტერილება უფრო ქვია მე მგონი. სხვადასხვა ნიშანი არის, სხვადასხვა ინდიკატორი არის, რომლებიც ერთობლიობაში აღებული ალბათ შეიძლება მიუთითებდნენ, არც თუ ირიბად, შეიძლება პირდაპირ გზით, რომ შეიძლება ვადამდელი არჩევნები გამოცხადდეს და შემოდგომაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც უფრო უარული ჭორებისა და ხმების დონეზე ვართ ჩვენ ამ მხრივ. დანამდვილებით ეს ასე მოხდება თუ სხვაგვარად ამის თქმა მე პირადად ძალიან მიჭის, მაგრამ თუ დედუქციით მიუდგებით და ლოგიკური მსჯელობით და რაღაც კონსტრუირებას მოვახდენთ, მე მომეწონა თქვენი შეფასება, გასტერილურება პოლიტიკური ნებელობის, წინააღმდეგობის მოძრაობის, პოლიტიკური აქტივიზმის ეს პროცესი არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია თვალს ვადევნებთ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკა ფაქტიურად ნულამდე არის დაყვანილი. ამიტომ ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, როდესაც ხელისუფლება ალბათ დარწმუნებული იქნება ქართული მართველი პარტია, რომ მას პრაქტიკულად უპირატესობა ექნება, თან ისეთი, რომ შეიძლება არჩევნებზე დიდათაც არ დასჭირდეს გარკვეული მაქინაციების განხორციელება, შეიძლება აბსოლუტური კომფორტი იგრძნოს და განაცხადოს კიდევაც ვადამდელი არჩევნების შესახებ. სხვა რა შეიძლება დავუშვათ, სხვა რა მიზნები შეიძლება წაიკითხო ეგრეთ წოდებული ცენზურის პოლიციის ამოქმედებაში, იმიტომ რომ ყველას ეს მოლოდინი აქვს, რომ ფაქტობრივად სიტყვით ეს ადამიანები საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს შეისწავლიან და თუ კი მიიჩნევენ, რომ ის სიძულვილის ენის შემცველია ან შეურაცხყოფის შემცველია ან რაღაცა შუღლს აღვივებს, მათ შორის პოლიტიკურს საზოგადოებაში, უკვე რეაგირებისთვის გადაუგზავნოს სასამართლოს. არაერთი თქვენი რესპონდენტი უფრო დაბეჭდებით საუბრობს, რომ პრაქტიკულად დარწმუნებული არის ვადამდელი არჩევნების შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რთულია ჩემთვის გადაჭრით საუბარი, მაგრამ აი ეს ანალიზი, რაც ჩვენ ახლა ჩავატარეთ, იგივე საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვის თაობაზე, რიგი სხვა ცვლილებებისა კანონმდებლობაში პრაქტიკულად იქეთკენ არის მიმართული, რომ აბსოლუტურად ეს თქვათ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე შევიდეს ხელისუფლება მართველი პარტია არჩევნებში.
თქვენ გახსოვთ ალბათ რომ ყოველი არჩევნების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნაში ყოველთვის ეს სიტყვა ფიგურირებს კონკურენტული. მაგრამ კონკურენტული არ ნიშნავს მანდამაინც სამართლიანს. კონკურენტული შეიძლება იყოს თუნდაც მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. მაგრამ აი ამ შემთხვევაში შეიძლება უკონკურენტო არჩევნებიც მიიღონ, ვინაიდან აბსოლუტურად გასტერილურებული, განეიტრალებული იყოს პოლიტიკური ველი. თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც კონკურენციის ზრდა ან შემცირება თვითონ ოპოზიციის პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული, იმიტომ რომ არსებული მოცემულობით ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი ბოიკოტის მომხრე რჩება, მაშინ როდესაც ნაწილი მზად არის ყველა მათ შორის უთანასწორო საარჩევნო ბრძოლაშიც კი შეეჭიდოს პოლიტიკურად ქართულ ოცნებას. თქვენ რომელ ბანაკს მიეკუთვნებით აქედან? ჩვენ ბოიკოტის ბანაკს არ მივეკუთვნებით, თუმცა არაერთგზის გვითქვამს, რომ არჩევნები უნდა გავდეს რეალურ არჩევნებს და არა დეკორაციას, არა პაროდიას, საარჩევნო პაროდიას. არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო დღე, თუ არჩევნები დაინიშნა, საარჩევნო გარემო უნდა იყოს შესატყვისი, ანუ უნდა განაწყობდეს არა მარტო კონკურენტული, არამედ სამართლიანი არჩევნებისათვის. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აზრი ექნება მონაწილეობას, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც მე და თქვენ აქ ვზივართ და ვსაუბრობთ ასეთ ალბათობაზე, მე მაინც ვთვლი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა არის, რომ ემზადებოდეს გნებავთ კალენდარული და მით უმეტეს უბრალოდ ყველა შემთხვევაში ნებისმიერ ორივე სცენარისთვის ემზადებოდეს, იმიტომ რომ დაშვებას თუ ჩვენ ვაკეთებთ, რომ არჩევნები იქნება ვადამდელი და თუ ჩვენ ასევე დაშვებას გავაკეთებთ, რომ მე კი არ მჯერა ეხლა პირადად იმისა, რასაც ეხლა ვიტყვი ეხლა ამ მომენტში, მაგრამ რომ ველი გაკეთილშობილდება და საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად კანონმდებლობა ოდნავ მაინც გაკეთილშობილდება, რომ არჩევნებს აზრი მიეცეს, ისე არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, რომ პოლიტიკური პარტიები აღმოჩნდნენ საიტნოტში და მე უკვე დრო ძალიან მცირე იყოს, რომ სამზადისი ჩაატარო. ამიტომ ეს არის მუდმივი მდგომარეობა, საერთოდ მუდმივი მდგომარეობა არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ემზადებოდეს და იყოს მზად ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად. თუნდაც აი 26 მაისის დაანონსებული აქცია გარკვეულწილად პოლიტიკური პარტიების სამზადისზე არ მიუთითებს? ალბათ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვარიანტი. დაანონსებული ახლა მე მიჭირს ზუსტად გითხრათ რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს, მაგრამ თუ საუბარი არის შესატყვისი პოლიტიკური ტონუსის, ტემპერატურის შენარჩუნებაზე, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება შეიძლება იყოს ამ აქციის. უბრალოდ ასეთ შემთხვევაშიც ალბათ მე პირადად ვისურვებდი, რომ ორგანიზატორები უფრო ცხადად ესაუბრებოდნენ საზოგადოებას, რა არის მოლოდინი. მოლოდინი არის დემონსტრირება იმისა, რომ პოლიტიკური ნებელობა, წინამდებობის გაწევისა და საზოგადოებრივი მედეგობა არსად არ წასულა, არ შემცირდა, ეს ერთი მოცემულობა არის და ამ მხრივ რა თქმა უნდა 26 მაისის აქცია არის აბსოლუტურად გამართლებული სიმრავლის კუთხით და ასე შემდეგ. თუ ამოცანა არის რაღაც სხვა, მაგრამ ეხლა ესეც კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ვარაუდის დონეზე არის, მაშინ აქა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ცხადად და გასაგებად ინფორმირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაიმე სხვა ამოცანაზე განცხადება არ გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით ერთგვარ რაღაც ეს თქვა ბუნდოვან ხოლმე მინიშნებებს, რომელთა გაშიფრა ეხლა პირადად მე ძალიან მიჭირს. აი თქვენ რაში იყო ბუნდოვანება, მათ შორის აი იქნება პოლიტიკური გამოსვლები, იქნება სცენა, ამაშია ბუნდოვანება. მაგალითად ეხლა ერთ-ერთ განცხადებაში ერთ-ერთი ორგანიზატორის იყო შევიკრიბოთ და აღვასრულოთ. აი ჩემთვის მაგალითად ეგ სიტყვა აღსრულება გაუგებარი არის, რაში გამოიხატება ძალიან ობიექტური მატერიალური ფორმით. ამდენად აქ ალბათ აღსრულება და რაღაც ეს თქვა დაგვირგვინება და შედეგზე საუბარი ვერ. თავარი შედეგი არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი სიმრავლით რუსთაველის გამზირზე უჩვენოს თავისი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური ომი, ფსიქოლოგიური დაპირისპირება მათ შორის და აი როდესაც ჩვენ ვუყურებთ კნინობითი ფორმით ხელისუფლების შეფასებას, რომ გაქრა პროტესტი და დაკნინდა და ვთქვათ მხარდაჭერა საზოგადოებრივი ფართო არ აქვს, 26 მაისი არის უნიკალური საშუალება, რომ ამის დემონსტრირება მოხდეს, რომ პროტესტი არსად არ წასულა, ის აქ არის. მზად ხართ
ოპოზიციასთან ერთად შეხვიდეთ აი ამ ფსიქოლოგიურ ომში და ზოგადად როგორი იქნება თქვენი მონაწილეობის ხარისხი ამ აქციაში, აგერ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ჯერ არ იცის, იქნება თუ არა სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ, ანუ არც დააკონკრეტა და არ დაადასტურა და არც უარყო, მოდი ასე ვთქვათ, აი თქვენს შემთხვევაში როგორ იქნება? თუ თქვენ მეკითხებით პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოზე, ჩვენი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ნებისმიერ წევრს ჩვენი ჯგუფისა აქვს მისი საკუთარი ავტონომიური, ინდივიდუალური ნება და არჩევანი მიიღოს გადაწყვეტილება. ასე რომ მე ვიცი ჯგუფის განწყობა, რომ არაერთ წევრს აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ამ აქციაში, ვიმეორებ, ეს არის ნებისმიერი ჩვენგანის ინდივიდუალური არჩევანი. ჩვენ როგორც ჯგუფს სტრუქტურულად ჯგუფის სახელით, ინიციატივის სახელით დამოკიდებულება არ გამოგვიხატავს, ჩავთვალეთ, რომ ასე უფრო სწორი იქნება, ასე უფრო დემოკრატიული იქნება, რომ არც ერთი ჩვენგანი არ შეიზღუდოს მისი დამოკიდებულების დემონსტრირებაში. კი ბატონო, და იყო შემოთავაზება, რომ უფრო მეტი იყოფილიყო თქვენი ჩართულობა ამ პროცესში, საორგანიზაციო საკითხებში, შესაძლებელია როგორც ალიანსის წევრი არა, იმიტომ რომ თუ ასეთი სურვილი გქონდათ აქამდე მიიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ხომ ხელს არ უშლის, რომ უფრო ფართო საზოგადოებრივმა წრეებმა დაგეგმონ ასეთი ტიპის აქცია და მათ შორის მოსახლეობისთვის, აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვითაც ისარგებლო. იმოდენა დიდი ხათრი მაქვს თქვენი ემა, როგორც ყოველთვის, რომ ამ ეთერამდე 10 წუთით ადრე დამირეკა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. და მკითხა, ხომ არ დავაფიქსირებთ როგორც ჯგუფი ჩვენს დამოკიდებულებას? პასუხი იყო იგივე, რაც ახლა გავაჟღერეთ თქვენთან ეთერში. ბატონო ვიქტორ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიქტორ ყიფიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ანალიტიკური ორგანიზაცია JLKS-ის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი დაგიბრუნდებათ უკვე პარასკევს.